გამარჯობა მეგობრებო, ჩვენი გადაცემა უკვე პირდაპირ ეთერშია, როგორც מחარ ეთყო და ტელეკომპანია რაღაცაში. ჩვენი სტუმარი არის გოჩა თანდარაშვილი, რომელთანაც ძალიან საინტერესო ვისაუბროთ ორივე წამყვანი. გამარჯობა გოჩა. არა ძაბა 200 მოდის. გოჩა მიკითხე უპატივცემულობაა. מחარ ასე რომ ჩვენ ძიაწმო დავიწყეთ. ჯერ ხო დააგვიანა ზბო. არ ვიცი რა. კაი კიდე ერთხელ გავჩეკავ მოგადა. მე მეგონა აი ხა მაინც გააჩერდებოდა და აღარ ხო, მაგრამ ეგრეც ხო ეხა იმასთანაც ხო უხერხულშია ვისაც ელაპარაკებ. რა სათნო ღიმილიართან თითქოს არაფერს აშავებს. კაი კიდე ერთხელ რა დადგმულს გავს. დავუდები იმას. გოჩა მიკითხა რა გისაო, რაზე ვიბაზროთ ხო, ანუ ფორმატზე რა ზოგადად, რომ აი საით მივდივართ და გითხარი რომ ფრისტაილია თქო და აი ესეთი ფრისტაილია დაშე რომ ესეთი ფრისტაილი გამოდგა. ერთ წამყვანს არც სპიკერფონზე მაინც ჩარტე და ხო ინტერესებს. მაგრამ სპიკერზე ჩარტე, რაღაცა ჩვენ ჩავერთვებით რა. დავუდები შენ პასუხს. ხო, მაგრამ ჩვენი აზრით ხო საინტერესოა ხა მარტო იმის პასუხს ხوار და ახლა ჩვენს დავალდებით არ გავუთიშო კაცო დავალდებოდით ბიჭო არაფერი კომპრესორის პრობლემაა დაბალანტე კომპრესორის გოჩა როგორ ახარ რა მე ძაი კომპრესორის პონჩი რაღაცა ისე ვარ რა რაღაცა კეთ სახელოსნო ამბებში და ძალიან პრობლემატური რაღაცები არა სახელოსნო მე მოქვს ახალი არხი ესეც ცუდი ხელოსანი სადაც ვნახე რამდენიმე ვიდეო კი აი მან რაღაცებს ოღონდ აი რომ ნახე და მე რო ავსკროლავ რა ხო არ იმ ცუდ პოჩი არ გავა ჩემთვის არ იყო საინტერესო კაი გოჩა კაი ჩემთვის საინტერესო თემა და რა არის შენი საინტერესო თემა გოჩა ბარემ გადავიდე ჩემთვის საინტერესო თემა ალბათ უფრო აი ეს გლობალური დათბობის თემები და რაღაცა ასეთი ცივა რა ვიცი ხა იქიციოდა ტუალეტში რო გავედი ციოდა მაგრამ და აი აქ წყალი ჩამოვიდა მეგობრებულის გამოს დიდ ბოლოს მეგობრებო მაყურებელს მივართავ თუ გამოიცნობთ საითხარეს ჩამოვიდა წყალი აი თუ გამოიცნობთ მოუწმინე აი საერთოდ ტრიალებს იქ ეთყობეკა ჩამოვიდა მაგრამ შეიწვა ბუნება რაღაცა ხეა და აიღო და იქ ბუნებრივი პროცესები მიმდინარეობს აქეთ ყაპატყუპი გამიდიოდა რომ შემოვიდიოდი ეთერში გოჩა სად ახარ ეს იქ გითხარი რა მე გასაცხლებული შოუს მე აი მაგრამ პროექტი მოიპარა იმის მე არ მინახა მოიპარა არა კაცო ეხა ალალად დაარქვა რომ ძმაო აგერი იყო ცოცხალი იყო და არსებობენ პროჭები და ალალი პროჭები მესმის გასაგებია საერთოდ მიყავს მაგრამ შენ სად ახარ თო მე არ ისეთ ჩემი ბავშვობა სად გაქრა წყნარად ვარ რა სპორტის თემებში ვარ არ მეგონა სტუდიას ხელმძღვანელობ ასე ვთქვათ ბექგრაუნდში გადახვედი რა კი ნისლში გაუჩინარდი ცოტა მხატვრულად ვიყავი რა გოჩოდოსებ ნისლში ხო და სპორტულ ამბებს ვაკეთებთ საიტი სტუდია სპორტული პოდკასტები რაღაცები და სპორტში ფული იშოვება უნდა გადავიდე რა სპორტში ფული იშოვება ხო რაღაც ყლელარები და დავძე შენ გიწერენ რომ ლივი თუ სადზე ნუ იყურებიო რა არა, სადაც არ უყურებოდი. მესიჯი მომივიდა და გავიგე და ანუ ტელეფონზე ლაპარაკობდი 3 წუთი. ესე მეჭირება თუ აი ესე რაღაც ყლევრებს დაგვიჩალიჩე ანუ ახლა აი უხერხულია პროსტა ხალხის თვალში რომ თურმე მუდები იყურებენ საათზე თან რო იწოდეთ. არა ბიჭო და ახლა შენ გიწერდნენ თქო ანუ მე გავაჟღერე სხვისი კომენტარი რომელიც ადამიანმა დაწერა. მე რაც არ უნდა გავაკეთო ყველაფერი ეგრე გამოვა გამიგე ახლა და მაგიტო ალბათ საათი არ ნახატი იყო 1000 უცებ მეგონა რომ ბალი შეატო გიდევსო. რამდენი 1500 ლარად გაიყიდა მეგობრებო აქვე დავძენდი ნახატი რომელიც და უკვე? არა, ერთ წუთი არ გაყიდულა ჯერ უბრალოდ გაყიდულა ეხა. ყველაზე მაღალი ბიდი ასე ვთქვათ, დაფიქსირდა 1500 ლარი, რომელიც სკრინს ამოვა დააფიქსირა JUZ 4119. I am user-მა დაწერა კომენტარი 1500 ლარი. ეხა მეილის მისამართი ამოვა ეკრანზე. ჩემი ანგარიშნობას ჩაუგდე პირდაპირ. ამ მეილზე მოგწეროს საკონტაქტო ინფორმაცია. ეს არ უნდა გავყიდო. ეხა გვიანი არის. მაგრამ დახატეთ გადაცემაში ნახატი და აუქციონი. გოჩას მომე რა ნახატი. გოჩას შეაფასეს ყველაზე მეტად. აქ გააქვთ ხო? მაინტერესებს. აუქნა. ბიჭო, ჩაგესო ჩარჩოში რა უდიოდ. აი ესა რა ტრაქში გამოიწვი შეჭემა. ეს საიდან არის სწორი? ანუ აქედან 1500 ლარია და ეს ერთი 350 ლარი. ბიჭო, რა აი დაგიჭერ რო სიტუაცია შეხედო. מחარ ანუ ეს
ხელმოწერა ძალიან კაია. კი, ხელმოწერა მართლა ძალიან კაია. 1000 ლარი მარტო ეგღირს. ანუ რა ეს ოჯახია? ოჯახია. დედა, მამა, შვილი? იცი რა არის? არა, ძალიან, ანუ 1500 ლარი. რა დავარქვი? ეს მთებია, უიმედო სოფელი. მაგ შანსი რომ ცოტა მეტი. უიმედო სოფელი ქვია ამ სამნახატს. შეიძლება ამან უფრო გაგიღრმაოს. უიმედო სოფელი იქნება. ერთი სახლი დგას და რაღაცა მთებს შესცქერიან და მეტი იმედი ეს ამათ. არის ჩემი პირველი ნახატი. არა, იცი რა არის? ძალიან რეალისტური არის მთები და ეს უკან ბექგრაუნდი და სახლი და ადამიანები არის მიჩუხანებული. ეხლა მე მაგ ერთი ისა რა, მართლა დედას რაღაც 1-2 დღის წინ ფიქრობდი მაგ ამბავზე, იმიტომ რომ რაღაც მორიგი რაღაცა სირობა ნახატი გაიყიდა ძალიან დედის კვლაფასა. როგორ ფასდება ხოლმე ნახატები თქვენ თუ ვიცით? მე როგორ იცი? ხო. პიროვნებით ფასდება რა. როგორ ხატური? ძირითადად ხო, ხატრის ბექგრაუნდით და იმიჯით ფასდება ხოლმე ნახატი რა და რამდენად მარკეტოლოგი იყო თავის დროზე რა. ძველ ნახატებს ვიღაცებს ჰქონდათ თავისი ისტორია და ამ ისტორიის გამო იყიდება თორე რეალურად ეხა კუბიზმში შეიძლება რომ გაუტრაკო რომ ხო არა რა ხატია რა მარტო კუბიზმში შეიძლება გაუტრაკო ბევრ სხვა რამე ეხანდელი თანამედროვე მე მგონია რომ პროსტა ფულის ხარჯვა მე გეტყვი ეხა რაზე გამახსენდა ვიღაცა ბავშვის ნახატები არის აფრიკელი ბავშვია მე მგონი არ ვიცი რა რაღაც ძალიან დიდ ნახატი იყიდება წლინახევრის იყო პირველი რაღაც რო დახატაო და რავი აი ისეთი ნახატი იყო რომ რავი ჩემი ბავშვიც ხატავდა რა წლინახევრის აიგეთებს მაგრამ აქვე რაღაცას ვიტყვი რა მეორე და მესამე ადგილიც მინდა რომ დავაფიქსირო იმიტომ რომ ის პირველი თუ არ გამოგვეხმაურა მეორე ადგილზე იყო გარაი 1000 ლარიანი ბიდით ამანაც მოგწეროს მეილზე საკონტაქტო და თუ 1500 ლარიანი არ გამოგვეხმარო ახლოს დღეებში გადავალთ გარაიზე და მესამე ადგილზე იყო 600 ლარიანი ბიდით ჯორჯ კაკალაძე ჯორჯ კაკალაძემაც მოგწეროს საკონტაქტო გავყოთ სამნაწილად ანუ თქვენ რა საკაიფოდ შოულობთ და სპორტში შოულობ ფულო მიჯღაბნა რა ხატრობაში არის უბრალოდ იცი რა გოჩა ეს პირველი ნახატია ჩემი გაიგე იმდენად მოვიხიბრე ხა შენ შეიძლება ვერ ახვდები გაიგე არა როგორ ვერ ხვდები კაცო უიმედო სოფელი ხო თუ ხო დიახ მე რომცა გეთქვა მე მგონი ეგრეს დავარქმევ წაიღო მე თვითონვე ეგრე დავარქმევ სხვათა შორის გამახსენდა ახლა ერთი რამ გოჩას შაბათის შოუში ქონდა სკეჩი სადაც გოჩა თანდარაშვილის გამოფენა იყო ნახატების არა შეიძლება არ მახსოვს ბიჭო რატომ არ მახსოვს ხოლმე რა ეხლა ერთხმროა მახსოვს შენი გამოფენა იყო ხო მე მგონი ხო კი შენი გამოფენა იმიტომ რომ მოსულები იყო და გიფასებდნენ რა რაღაც ავის ფერკაში აი ესეთი რაღაცები ეკიდა იქ ხო და რა ლამაზი უპი გოლბერდიაო თუ გოლბერგი რა გვარია გოლბერგი რა ლამაზი ესეთი უპიო მე არ მინახავს ვიღაც გეუბნება და შენებრი ხო ეს კომოდს ხატავდი და შემთხვევით გამომივიდა ხურვა მახსოვს ხო და ანუ ესე ეგეც არ ეგ ნახატები ახლა რომ აიღო აი შაბათის შოუში რომ შეიძლება მილიონებად გაიყიდოს ახლა ხობს განვითარებული ვუპიმ შეიძლება იყიდოს რომ ხატავდი აი რომ ვუპიმ შეიძლება იყიდოს ჩვენ რო კარგი ქვეყანა ვიყოთ იქნებოდა ყველა გადაცემას თავისი ის ექნებოდა მერჩი და ეს მერჩაც შეიძლება ჩამოყალიბებულიყო რომ რაღაც შაბათის შოუსში სკეჩი მონაწილე რა ხა მე მაგალითად გრიგოლიას შპრიცებს ვიყიდედი 20 გრამიანი შპრიცებიც რო აკრობენ მაგას ვიყიდედი აი იმენა ხელში ეგორი შპრიცი რო უჭირავს აი მაგოს შპრიცი უჭირავს სკეჩი იყო რა მე გრამიანი შპრიც ეს არაბიძე აკრობს რაღაცას და ეს გრიგოლია ხო ჩაბულის როლი აქვს იქ და შემოვის მანამდე საკეთებს რაღაცებს და კაც ბოლოზე შემოვიდა რომ მეხანძრეები არის ხო გადითო რა ოკეი ეს ხანძრის უკუზენი და 20 გრამიანი შპრიცები და ეს 20 შპრიცსაც და ძალიან ესე და გრიგოლიაზე მაგარი პრიკოლი იცი რომ მაგას ძალიან ეშინია ნემსების თავი მოხსნილი ქონდა ხო და ძალიან ეშინი ნემს ვერ იკეთებს ხოლმე რა ვიცი რომ მაგას პანიკებში ვარდება მაგრამ ნუ იქ სკეჩისთვის დაჭირდება გოჩა შენ რამდენი ხანი იყავ იქ შაბათის შოუში შაბათის შოუ დაიწყო 2004-ში ხო ანუ 2003-ში დაიწყო გოგიჩას შოუ და 2004-ში დაიწყო შაბათის შოუ და ვიყავი 2010-მდე 11-მდე რა 6-7 წელი. ხო, მე უკვე რა სკეჩი არ გახსოვდა რა ქვია. ნახატები არ გახსოვდა. რამე გახსოვს ესეთი აი სამახსოვრებელი იყო რამე შენთვის რომ აი ეს მახსოვს მაგრამ აი გამოგვივიდა. ბიჭო, აი ჩემი რო კი ბევრი რაღაცა იყო რა, მართლა იყო ბევრი რაღაცა, რაზეც
როგორი რაღაცა იყოს, აი მე ზოგადად მიყვარს ხოლმე ესეთი იუმორი, რომელზეც ყველა არ იცინის რა. რაღაც პატარა ვიჩებთვის პატივსაცემი ხალხი რო იცინის, ეგეთი იუმორი მიყვარს ხოლმე და ეგეთები იყო ბევრი, მაგრამ აი ხა რაც ხალხს დღემდე რაც შემორჩა, პროსტა აი 20 წელი არის წარმოვიდგინე, რაც შემორჩა არის ვეიკი, მაგალითად ჩემი მოგონებული. ვაკეს რო ვეიკი ქვია, მე მოვიგონე ეგ რა, მაგალითად სკეჩი იყო, ხო, რაღაც სკეჩი იყო. ვასო მიშა და მე უნდა ყოფილიყავი, მაგრამ მე დიშლამსახიობი ვარ რა, ვერ თამაშობდი ხოლმე ეგეთ რაღაცებს რა და ანუ ჩვენ სამა დავწერეთ ეგ სკეჩი იყო, რომ აი რაღაცა ისეთი ხო ის სტერეოტიპული ვაკური სტერეოტიპული რაღაცა ის იყო, რომ ყავა და რაღაც ეგეთ ბაზარი და ვაკეს რაღაც რეკავდა ტიპი და ვაკეში ვაკე ვეიკ ინგლისურად და ეგ მოვიგონდა დღემდე აი რაღაც Facebook-ზე რო ხვდება ხოლმე რომ ვეიკი და ხო ეგ იყო რაც აი მართლა 20 წელია გაძლო რავი რა რომ აი ვეიკ ჩემი მოგონებულია და რაღაც იმას ხარი შუტყავი 20 წელი გამხარში ვერაფერი მოვიძახიან დღემდე როცა რაღაცა უნდათ რომ ცოტა ისეთი სარკასტულად მაგრამ ისე ბევრი იყო რა რაღაც სკეჩები რომელიც მე მევასებოდა და ხალხში შეიძლება ისეთი პოპულარული არ იყო რავი რაღაც აი შერლოკ ჰოლმსის სკეჩი იყო მაგალითად შენ რო იყავი შერლოკ ჰოლმსი ხო მე რო ვიყავი შერლოკ ჰოლმსი რომელზეც მაგრამ კაიფობდი რა ეხა ხალხისთვის ცოტა სხვა რაღაცა ის დრო ჯობდა ნოსტალგიაში წავიდა მე ადრე ნაკითხი მაქვს შენ ხარ ყოფილ ხარ ჩემ გადაცემაში ხა მახარასთან ხარ პირველად თორე ჩემ გადაცემაში არაერთხელ ყოფილ ხარ სპორტულში მე მაქვს გამოცდილება ჩვენთან პოდკასტში ყოფნის და იქ გითხოვს რომ შეგვეცი თქვი რა გინდა შეჩემა რა იქ გითხოვს რომ ყველაზე კომფორტულოდო მახარ გზნობდიო თავსო ცოცხალ შოუში და იმპროვიზირებული იუმორი იყო და მე ძალიან მომწონდა სხვადასხვა შენ თუ იყავ იმ ეპიზოდში ჩვენთანაც რო იყო გოცა ძალიან კაი გამოვიდა ერთ-ერთი საუკეთესო სტუმარი იყო ჩვენ იმდენად მოგწონდა რომ მოიპარე ბიჭო მოიპარე რა მიგდებული იყო აღარაკეთებდა არა ავიღე და რაღაცა სუდად გვაქვს ჩვენს ქვეყანაში უფლებების ამბავი არა მაგაზე ნახე ვერ ჩვენ ეგეც ქართული ის არის ყო ეგეც ამერიკიდან არის წამოღებული რა იქაური პროექტია whose line is it anyway თუ ვარცდები ეგრე ქვია და ანუ იქიდან მქონდა წამოღებული ჩვენს და სრული უფლება ქონდა რომ გაცოცხლებული კი არა ცოცხალი იმენა ცოცხალი შოუ და ერქვა და გასული ვერაფერი ვეთქოდით მაგრამ გასაგებია შეიძლება სახელი შეცვალა ადამიანმა მაგრამ სახელიც რა რაღაცა გავს აი ცოტა უხერხულობა ხო და არ გინდა ალალა და არ თქვა ცოცხალი იყო და გაცოცხლებული მე არ დამიფიქრე თავიდან პილოტი იყო გავაკეთეთ რომ ახალი რაღაც გვინდა იმპროვიზირებული შოუ და რა დავარქვათ და ხალხმა დაწერა რომ აბა ხალხმა გაცოცხლებული არა ცოცხალი შოუ იყო და ეხლა რადგან აღარ არის და გაცოცხლდა გაცოცხლებული რა რატომ მევასებოდა იცი რომ ჩემი ის ყოველთვის იყო ხოლმე ანუ მე ვიყავი ყოველთვის ცუდი მსახიობი ვარ ცუდი მსახიობი მაგრამ შემეძლო კარგად მომეფიქრებინა ხუმრობები რა და ეგ პროექტი ჩემთვის საჩემო იყო იმ ხრივ რომ ანუ იქვე ორ წამში რაღაცა შეიძლება მოიფიქრო და ჩემთვის ძალიან ის იყო ხო რა კარგად გრძნობდი თავს იმიტომ რომ რაღაც თამაში არ გიწევდა თან მანდ რა არის იცი კარგი ხალხმა რო იცის რომ მართლა ალალად იქ იგონებ აი ნახევარ ხუმრობაც კი უკვე კარგი ხუმრობაა ხო რა და ეგ არის რა არ არის კრიტიკული იმენა პატარა იმასაც მიაქვს ხო რა უკვე აბსურდ აბსურდში რო გადადის რაღაცები აი უკვე შეიძლება სასაცილო არ იყოს მაგრამ სასაცილოა რა მე მაგალითად მეც ეგეთ ხუმრობებზე მეცინებოდა უფრო და მახსოვს ეს ხუმრობი რომ ეხლა მოუყვევ იმას არ გაეცინება არავის რა ანუ სიტუაციურია ერთი და მეორე კიდე რაღაცა ყველასთვის არ არის მართლა რა რომ აი აუცილებლად ეს ხუმრობა არ არის სიტუაციურია მაგისთვის იყო შაბათი შოუ ხო კი ბატონო შაბათი შოუ ძალიან კარგი იყო და მეც ანუ ზემოთ მიდიოდა რა რაღაცა პერიოდი კი ძალიან კარგი იყო და სულ რაღაც სიახლეები სულ ქონდა ხოლმე და თითქმის ყველა სეზონში რაღაც ხან თავიდან რომ დავიწყეთ ვიღაც ცნობილი ადამიანი ყავდა გადაცემაში ხო სტუმრად სკეჩი შემოდიოდა ხოლმე და ეგ გემდი არის ესენში და ცუდი არ არის ძალიან კაია არა ცუდი არ არის ჩვენთან ამოიწურა ისინი რა ქვია ინტეგრირებული ეხლა ძალიან ცუდად არის ინტეგრირებული რა ანუ აი თითქოს ვერ მაშინ რაღაცა სურო ცუდი ყოფილიყო ის ტიპი და ხვდებოდი რომ ცუდი იუმორისტი იყო რა რომ მსახიობიც რო შემოდიოდა იმ სიტუაციას ვერ ეგონდა მაგრამ მაგაზე გეცინებოდა რა რომ აქ პრო მსახიობები რაღაცებს რომ ეს შპილკავებოდნენ ის რო აი მაგაზე ეგეც მაგაზე შეესაბამდა ხოლმე
просто რაღაცა მე ეგრევე მოკვდა რა აი შეკითხვა მაქვს SNL-ის ფორმატი არის იდეაში ლაივი რაც ძალიან ის არის რა მიმზიდველი არის საქართველოში იყო მცდელობა მაგ ლაივის გაკეთების მცდელობა არა მაგრამ მე მქონდა ხოლმე სულ მაგის ისა რა ქვია რა რომ მინდოდა რა ანუ მე ძალიან მალე მბეზდება რაღაცები რა რაღაცას რო ვაკეთებ რაც ამ წარმატებული იყოს მინდა რომ მე რაღაც ახალი გავაკეთო ვატრაკებდი ხოლმე რომ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ რა მაგრამ ნუ სადი ბლოკებოდა ვერ დაიმსახურა სათანადო მხარდაჭერა იმიტომ რომ ანუ მცდელობაც არ ყოფილა ხო შეიძლება ცადო ერთხელ და აი შეხედო რა ძალიან რთული გასაკეთებაა ძალიან საინტერესოა მეორეს ხო ვერა იმიტომ რომ რაღაც ბევრი რაღაცა თუნდაც იგივე სტაფის მხრივ რა ბევრს ეშინია რა აი ხა მე რო გზნობდი კარგად თავს იმ რაღაც გადაცემაში თქვა ვინც შეიძლება ვიღაც სახიობი შეიძლება ვერ გზნობს თავს კარგად იმას ურჩევნია რომ 10 ჯერ წაიკითხოს ის ერთი და იგივე ტექსტი და მე თქვას და ამუშავოს და რაღაცა და ჩავიჯვავთ იყო ეგეთი ისინი არ გვინდა ტექნიკურადაც შეიძლება ტექნიკურადაც პრობლემა არის მაგ საქართველოში იყო რა ვიცი ხა არ ვიცი როგორი ის არის მაგრამ მაშინ იყო პრობლემა ლაივში რო გაკეთდეს შაბათში ლაივში რო გაკეთდეს შაბათში ანუ ლაივში გამოდიხარ და ლაივში აკეთებ იმ სკეჩებს ლაივში ჩანაწერი კი არა ჩანაწერი ხო კეთ იმენა ლაივში რო იყოს და ერთი SNL-ის რაც არ მომწონს არის ისო ძალიან ეთყობათ რომ კითხულობენ სუფლიორი და ეგ ასწორებს რაღაც მომენტში ანუ შენ როგორც მაყურებელმა იცი რომ ლაივში ხდება და მამეთ ეს ცოტა მოსულა რა რაღაცა რომ კითხულობს ტიპი ხა მაგას ვერ დამალავ არასწორებს რავი ლაივში ვერ იზავ მაგას ლაივში როგორ არის მე შეხო ლაპარაკობ და ეს მახარ და ეს ეთყობა რომ აშკარად კითხულობს რა და აი ეგ არ სამგერთ იქ მოჭრილი გაქვს იმის უფლება ხო გაქვს მოჭრილი აუ კაი შემეშალა თავიდან მაგას ხო ვერ იზავ და ეგ ხო და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ SNL-ის მსახიობებს ეცილებათ ხოლმე და ეგეც იქ ქმნის ძალიან სასაცილო სურათს რა ცოცხალია თავს რო იკავებენ ხო და ეგ უფრო მაყურებლისთვის ეგ უფრო ის არის ფასეული მე თუ მკითხავ ვიდრე ეს გეთანხმები რო 9 ჯერ ჩავწერეთ და ეხა რავი სკეჩებს ისე წერენ უკვე დღევანდელ რეალობაში სკეჩები ისე იწერება რომ 5 კაცის სიცილიის მის უკან და ძალიან კუსტარულია და როგორ გინდა რა სიცილიანი 10 ხო ანუ იქაური სტაფი იცინის ხო მაგრამ ნახე ყველგან გამოარჩიე ჩვენთან როგორ იყო იცი რიგები იდგა ხოლმე დასწრებაზე ხო იმიტომ რომ აბა ვინ დაესწრებოდა და ну მე ამოვიდა იმ ხალხსაც ყევში გაიზარდნენ ისინი. ავი სტუდენტები ვიღა შეყვარებულები მოდიოდნენ ხოლმე ვცნობდით ხალხს უკვე. უფასოდ მიდიხარ რაღაცა ჩაწერაზე. ხო, იგი აი შუა ქალაქზეც ხო ხალხი ესწრებოდა ხოლმე ჩვენზე გოგიჩა შოუზე. ეგ არის შაბათის შოუზე. ტელევიზიამ რაც დაკარგა თავი აქტივი ჩემი აზრით არის ეგ. ანუ შენ თუ გინდა რომ იუმორი შეაფასო შენი პირველ რიგში ხო იმ ხალხში უნდა შეაფასო ვინც მოდის ეცინება არ ეცინება ხო და ეხა უკვე რთული ეხა ნახე მე რაღაცებზე რომ მიფიქრე ამ ბოლო ხანებშიც რა რაღაც პროექტზე რომ აი მოდი ეს ხო არ გავაკეთოთ რაღაცა აი ეს გავსი მაგრამ აი ხალხი უნდა ისხდეს უკეთესია და ხალხს აიდან მოიყვარ აი ეგ პონტი არის რა ვერ მოდის კიდია როგორ არ მოდის ბევრი ინფორმაცია არა ვერ მაშინ მეტი არის და უბრალოდ ბიჭო აი ხა გეტყვი აი გოჩა ეხა გეტყვი ჩემ მაგალითს გეტყვი რა მაგერ გაცოცხლებული დავწერ თუ გინდა ეხლა ექსპერიმენტ ჩავატარო თუნდაც რომ სამშაბათს არის სასტავი ყავს უკვე შენი ისა ყავს კაი შენი სოციუმი ყავს და შენი მეგობრები ვიღაცა ვინც მონაწილეობს იმათი მეგობრები არა იმენა სუფთად გამწერებოდია ხო კი ბატონო ოღონდ როგორ არის 10 წუთში რა 10 წუთში 50-60 კაცს ვატევთ ხო იუსება 10 წუთში იმიტომ რომ შენ ხარ ინტერნეტ ტიპი ხო გაიგე და ტელევიზიის ანუ ტელევიზიას აღარ უყურებს ის ხალხი ვინც შენთან მოდის გავიგე კი და იქ ეხა ბებოები და ისინი არ მოვლენ რა ხო და ტელევიზია ხო შენ ინტერნეტი სახარ რომელიც ხო არის ესეთი გადაცემა ხო შეიძლება გააკეთო რომელიც აი ინტერნეტშიც კარგია და კაცების მაგალითი სიტყვაზე რომელიც ინტერნეტშიც არის და ტელევიზიაშიც არის რატო უნდა თქო უარი რომელიმეზე თუნდაც ტელევიზიაში კარგი არისო ეგ ტელევიზიაში არისო კარგი ჩემი უსაყვარლესი ხალხია და ჩემი უსაყვარლესი გადაცემა და რა სისულელია მაგაზე კი არ ვიძახი რომ ტელევიზიისთვის არისო ეგ კარგი არ ქონდა რეიტინგი. იყო ინტერნეტ გადაცემაა ეგ. როგორც ჩემი ღმერთია აკა მორჩილაძე, ერთ-ერთი სამი ღმერთი მყავს და ერთ-ერთი არის აკა მორჩილაძე. მე ფაულერია. ფაულერი და შოთა არველაძე. აკა მორჩილაძის გადაცემა პირველ ახს რომელიც მე ყოველთვის აი რაღაც ცოტა უძილობაზე პრობლემები რომ აქვს ღამე ვთავ და უსმენ ხოლმე რა რაღაც იმეებს რა ქვია კალმასობას და რაღაცებს რო ყოფა უსმენ და იმ ხმაზე მეძინებ.
არ არის სატელევიზიო, ანუ ზის აკა მორჩილაძე ჩემთვის მე უყურებ, გაიგე, მაგრამ ჩემნაირ რამდენია. ანუ შენ უფრო სატელევიზიო და ინტერნეტშიც რო პოპულარული იყოს, ეგეთ პროდუქტს ვერ შექმნი? არა, განა ვერ შექმნი, შეიძლება შექმნა ალბათ, მაგრამ არ არის, ჯერჯერობით არ არის. აი მე მაგ შეკითხვა ეხა რა, პროსტა YouTube-ს არ გვაქვს მაგ შესაძლებლობა რაც ტელევიზიას აქვს და ტელევიზიაში რო დღეს გაკეთდეს live ფორმატის sketch show, ვიღაცამ რო ცადოს გარისკოს რა, მე ეხა ტელევიზორი არ ჩამირთი 10 წელია, მაგრამ მაგის გამო შეიძლება დამაინტერესოს რა, პროსტა აი პონტის გამო დამაინტერესებს. თქვენთვის საინტერესო არ იქნებოდა? შენ იმას უყურებდი, რა ქვია? Prime House. Prime House და გააჩვი, ანუ ყველაზე იმიტომ ლაივი იყო. აი იქ დრამა ვიღაცაში. არა, ლაივი ერთი დღე იყო ხოლმე კვირაში და რაც შენ ჩაწერილი. აი გოჩა უნდა. მეოთხე ღმერთიც აღმოვაჩინეთ. არა, რატო გეუბნები ხა მეც უყურებდი იქ მე სარეკლამო კომპანია და იქ რაღაც პროდუქტი შემქონდა გასარეკლამებლად და მაგბოჩი უყურებდი ხოლმე როგორ არეკლამებდი. იქნებოდი. კი. საკმაოდ. შენი რომელია პილმენები? არა, ჭამაგინდა? ის ხუცის პილმენები შენია? ზესუმზირის ამბავში ვარ. ზარიანა. მოუხალავი თუ გაგავ. ანუ ჩიხში შევედით ესე იგი რა. ჩიხში აშოვეთ. ორი ტელევიზიამ დაკარგა ხალხი, ვინც მივა და დაესწრება. YouTube-ზე ჯერ ვერ ხდება მაგ დოზით. აი მაგალითად ჩვენ პოდკასტი გვინდა რომ ჩავწეროთ ლაივში და ან დიდი ხანია და აბა ვერ მოვაბიც თავი. მოვაბავთ მაგას თავს. მოიცა იდეები არის საინტერესო. ორი იდეა მაქვს, რომელიც მინდა რომ ხალხთან გავაჟღერო და აი პირდაპირ ეგრევე ვთქვა და დაწერონ კომენტარებში. კალას ვეუბნები რომ მარტო კალა რაღაცებს ბოდიალობს. მე ვეუბნები კალას რომ ფუპოდკასტის კოლაბორაცია ოქტოპუსსა და საეჭვო კაცის მოხდეს რომ პაბი გავაკეთოთ თქო რა. ხო და კალა ეძახს რომ მე ჩემთვის მინდა სპორტული გავაკეთო რა. მე ვეუბნები რომ მარტო სპორტული არა, იყოს პაბი, რომელიც რაღაც დღეებში სპორტულად იმუშავებს. და მგონია რომ ძალიან ბევრი ის გვეყოლება ვიზიტორი გვეყოლება. აი დაწერეთ რა, რამდენად რა სპორტულ დღეებში რას ის. სპორტული პაბი იქნება რა, გართობად იუმორი რაღაცა იქ შეიძლება სცენა იყოს, სადაც ახლა. ხო და ანუ რაღაც არასპორტულ დღეებში შეიძლება რაღაც სტენდაპები ხო რა, რაღაცა ისეთი რა, აი რაღაც საახლობლო ბარი რო იყოს. აი პაბები როგორც არის, დანგრეულ სივრცეში ჩადიხარ, მაგრამ აურა რო ძალიან კარგია რა. ხო, პაბის ის ხო ეგ არის. პაბი ხო რაღაც ბრიტანული ის არის და მან ხო ეგ პონტი არის რა, ბრიტანეთში ხო აი ძალიან დაყოფილი არის ყველაფერი რა, რაღაც უბნების მიხედვით, კლუბების მიხედვით თუ რაღაც და რაღაცა რა. როცა შენ ყავს რაღაც შენი კონტინგენტი სასტავი, რა ვიცი რა თქვია, ხო? უკვე მე მარტივია მაგის ანუ შენ თუ ვიცი რომ ნახე მე თუ აი მე რაღაც თქვა შაბათ კვირას ვიცი რომ აი მახარასთან უნდა ჩავიდე, იმიტომ რომ დღეს სტენდაპი იქნება, მე ღამე რაღაც ლივერპული არსენალს უყურებ და მე მეორე კვირა დილით რო გავალ იქ დარტს ვითამაშებთ და მე რაღაცა ის იქნება კიდე რა კარაოკეზე ვიმღერებთ რაღაცა. ანუ რო ვიცი რომ ეს პონტი მელოდება შეიძლება თქვა ყოველ შაბათ კვირას ვიცოდი რომ შენთან მოვდივარ რა. ესეთი რო ყავს სიტყვაზე 500 კაცი 500 ხო არ მოვა ყოველ 50-ს რომ მოვიდეს უკვე მუშაობ რა. ეს პირველი გენიალური იდეა, ხარ პირველი ხო და აი კალა ეხა გეუბნები დავიწყოთ მაგაზე მუშაობა თუ ისევ შენთვის აპირებ რომ ფეხბურთის ბარი ცალკეულად ფეხბურთის ბარი არ ემუშავებს დანარჩენ დღეებში. ჯობია რომ იყოს მულტიფუნქციური და რაღაც კონკრეტულ დღეებში გახდეს სპორტული. აი ხალხთან ერთად ეს ბიზნესია განვიხილოთ. მე ძალიან გაშლილი ვარ და ასე ხალხმა დაგვიწეროს კომენტარებში რას ფიქრობენ ამ იდეაზე. რას გეტყვი აქტუალნებულები? შენ რას ფიქრობ? არა მე ტრაკს განძრე. შენ ხარ ტრაკ დაშვებული რა. თავს ვიკავებდი უბრალოდ. შენ ხარ ტრაკ დაშვებული. ეხა მე გეტყვი შენ ხარ ტრაკ დაშვებული. ძალიან ვიხარე რომ პირველი წარუმატებელი ბარისფერ მომადექი მე რომ ხება ჩემ ხარჯზე. პირველი ბარი ძალიან წარმატებული. ძალიან მიხარია. ძალიან წარმატებული თქვენ ნახევარი. ის თქვენ ნახევარი ძალიან წარმატებული. ნუ მე პრობლემები მოხდა რომ დაპირისპირება ერთ-ერთ კონკრეტულ ხალხთან, რომელიც იქ ცხოვრობდა და სტუმრებს წყალს ასხავდა და მოკლედ ხმაურობდით? არა, ხმაურობდით, მაგრამ ის იყო რა, აი რაღაცა. აი დილით რო ვალაგებდით, მაგალითად გარშემო ჭიქებს რაღაც ხო, ვალაგებდით, იქიდან დილის 7 საათზე გვეძახდა ხოლმე, აი ეგრე უნდა ეყაროთ, ეგრე უნდა ალაგოთ, თქვენ დამპალებ. ანუ ბიჭო, ვალაგებ. ბარი ქონდა ამას ტატიშვილზე, ხო? ტატიშვილზე, ხო. ვერაზე. და მაგ დროს დაიწყო რეაბილიტაცია, მე თან მელიქიშვილის და გადათხარეს.
არის, მაგრამ საათ ნახევარი, ანუ თვე ნახევარი თუ ორი თვე იყო. ძალიან კარგად იმუშავა. აი, გოჩა, შენ რას საფიქრობ ბიზნეს იდეას? მართლა, ანუ რაღაცა პაბი მინდა რომ იყოს, აი, სადაც აი ჩახვალ, აი კრინჯი კი არა, რაღაც ძუძუები და ვაგინა კი არა. აი, პაბი რა? არა, ბიჭო, აი ხისუნი, შმორისუნი. ხისუნი ხა, აი. არა, ბიჭო, აი, ხო, ნახე ხის საფეხურები. ეხლა ნახე მე მთელი ცხოვრება სპორტისა ვარ, ფანი ვარ. და ბრიტანეთის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მეც ვიფიქრია პაბის გაკეთებაზე და ლუდის და დალევის და რა ვიცი, ეგეთი სიტუაციების. შესაბამისად, მეც ვიფიქრია მაგაზე. ოღონდ ნახე, თუ გინდა რომ გამოვიდეს წარმატებული, ანუ ბიზნესის მხრივ ფული თუ გინდა რომ შემოიტანოს, იქ უნდა გააკეთო ისეთი რაღაცები, რაც მე არ მინდა რომ გავაკეთო. მაგრამ ნუ რაღაც ხინკალი უნდა კონდეს მაგალითად, რაღაცეები უნდა, რაღაცეები, ანუ მეც ზუსტად ეგ მინდა, აი როჭრაჭუნობს, იატაკი როჭრაჭუნობს, ეგეთი ის ხის პოლი. ანუ ის რა ქვია ამას? პოლიეთილენი კი რა ქვია ამას? რა ქვია ამას? რაღაცა. მოკლედ ეს კი არ უნდა იყოს, ხის ფიცრების იატაკი უნდა იყოს, ხო? ხო, იატაკი ქართული. აი ეგეთი უნდა იყოს, ხის რაღაცეები, შარფები გაფენილი და უნდა იკრიბებოდეს ის ხალხი, ვისთანაც მე გამისწორდება იქ რო შევიდე და ვიღაცა რო რაღაც აი გააჯმევინეთ ამას. აი ეგეთი სიტუაცია. მაგრამ ეგ მოგებას ვერ მოგიტანს. ანუ ნახე, მე რო ეგეთი გავაკეთე, არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ, მაგრამ მე რო ეგეთი გავაკეთო, მე უნდა მქონდეს იმდენი ფული, რომ ამისგან არ უნდა ველოდო არაფერს. ეს უნდა მქონდეს მარტო იმიტომ, რომ ვა, ნახე ბიჭები მოვიდნენ, აი კალა მოვიდა, დავაი დღეს ვიბაზროთ რაღაცა რეალი, ლივერპულია დღეს და მოდი ვიბაზროთ, დავსხოთ თან ლუდი დავლიოთ რაღაცები და всё, გამისწორდა იმ დღეს ვარ კმაყოფილი და ამან დატოვა 5 ლარი და წავიდა. მე დენში გადავიხადი 50 ლარი, მაგრამ ფეხებზე მკიდია, მე გამისწორდა. ანუ ეგრე გამომივა. მე მგონია რომ ზეროზე გავა რა ისე რომ აი მეც რაღაც მაგახეთ ან შეიძლება, არ ვიცი, ხა გააჩნია ალბათ როგორი მასიზე. ჩვენ ყავს რა დასამალია და ძალიან ბევრი მაყურებელი უბრალოდ. აი თუნდაც ამ გადაცემას რა, ხო პოდკასტ რო აიღო. სიტყვაზე რაღაცა ეპიზოდები რო გავაკეთოთ, საერთოდ ჩაწერის გარეშე, ანუ ბევრი რაღაცა. ევროპას ხო არ უცხო. აი ყველაფერს ნუ იტყვით, ნუ რა მაშინ რა ქვია. თუ ვიყურებთ თუ მანი ღირდეს ისა დასწრება, იმაში შედიოდეს რაღაცა სნექი და ლუდი, თან ამ გადაცემას ესწრებიან, თან აგერ მაყურებელიც ყავს, ტაშის დამკვრელი ყავს და უფრო მეტი ხალისით და უფრო აი ხა როცა გადაობ, ვიღაცა რო გაგიცინებს, მე ორჯერ მეტად გადაობ, უფრო გისწორდება და უფრო მეტად იმაში. გული მოგდის. ხო და უფრო კარგი ხარისხის ის გამოგივა. ანუ მაყურებელი მაგხრივ გეყოლება, იქაც რაღაცა ის თუ მანი რო გადაიხადა იმას, შენ რო ლუდი გაქვს და სნექი, იქ 7 ლარი დაგიჟდა რა, 3 ლარი მოგება დაგში. 53 ლარი, 150 ლარი. 150 ლარი გადაიკუჭე შევიდი გუდეს. всё, გოჩამ დაალაგა. ეგრეა. შეგიძლიათ ესტუმროთ გოჩას ბარს, პაბს და მეორე დამავიწყდა იმდენი ვილაპარაკე. იმდენ კარგი იდეაა ეს, მეორე აღარ გინდა. ახლა ვისი იდეა იყო ეს? რა ვისი იდეა? აი ხა რას თქვი? ყავს, ქონდა მეთქი იდეა, ხო გითხარ? არა, ფუს ბარი. ფუს ბარი, რავი, ხა მოვიფიქრე. ხა მოვიფიქრე, კაი. ხო, შენი იდეა იყო? ამის იდეა იყო, ბიჭო? არ მახსოვს, არ ვიცი. შეხო არა. ახალი ყუთი როგორც იქნა? ეს რა არის? მან გამოს დიდი მადლობა, როგორც იქნა გვაღირსა. თემებია, თემები ცოტა მწირად ყრია იმაში, რა ქვია. ამოიღო წავიკითხოთ რაღაცები შეჯიბრილი რაღაცა თამაში. ჩვენ ვართ ძალიან ბანძი წამყვანები და პროდიუსერი ცდილობს რომ გაამხიარულოს ეს შოუ და რაღაცა თემები შემოგვაშოროს. ეს ყუთი რა იყოს ალბათ. დღეს სხვა შორის ძალიან საინტერესო თემები გვაქვს ტრადიციულად ბოლო პერიოდში. ასოციაციების თამაში. არა, მოდი ეს ბოლოსკენ გადავისროლოთ. ბიჭო, რატო იცხოვე რა? ვა, მეორე იდეა რა მქონდა რა? იცი ნახუი ბიჭო. არ მართლა შენი იყო, არ ვიცოდი ძმაო, რავი, ეხა მომაფიქრე ხა. ჩემ თავთან მართალი ვარ, ხვდები? შეკითხვა სამივეს. თქვენი პოპულარობის გამო ყველაზე დასამახსოვრებელი სარგებელი რა მიგიღიათ? ზედათ მე არ მიყვარს ხოლმე სარგებლის მიღება, იმიტომ რომ მაგალითად ცხელი ძაღლის ივენტზე ვიყავი და ხალხი რიგში ვდგევარ და უცებ ვიღაც ქალბატონი მოდის და იქ ეუბნება რომ ხალხი ხო საეჭვა გამ ვიღაცეულებო ხალხო ჩვენ მაგი და გვაქვს დაჯავშნილი და ამ რიგში უნდა ვიდგეთო რიგიან დაცვამ არა კაცო პრივილეგიებიაო და შეუშვეს რა voilà მაშინ მოხდა ისე რომ მე დამინახა დაცვამ და მე მეუბნებოდა რომ რაღაცა თითქოს ცდილობდა რომ იმ ახალ მოდიას მაგრამ იმდენად უხერხული სიტუაცია ხო მაშინ ის ხალხი არ უნდა გევასებოდეს ვის აი
ვიღაცა ცუდი ტიპები უნდა იდგენ და იმ ცუდი ტიპებს შეიძლება შეაძლო. პრივილეგია გაგეჩითა, მაგრამ უარი თქვი. აი ბიჭო, წარმოიდგინე ამ ხელა უხერხულობაა, რომ ეს ხალხი დგას და შენ ამ ხელა იუთუბერი შედიხარ რა, აი შეყეო ვიღაცა ხარ. მართალი ხარ. აი მახარა თავმდაბალია როგორც სასარგებლო. როგორი აი მომენტ რო გამოგიყენება ისე რომ არ დაგიზარალები არავინ არა? wishlist-მა ალექსანდრე ყავდა რაღაც სათამაშოები ყდება და იქ გასასვლელში ჯერ არ მახტევინოდნენ, მე პრობლემა მეგონა, რატო არ მახტევინოთ ბიჭო. ერთი წუთი თო მოიცადე რაღაც ის ერთი წუთი ბიჭო, ბავშვი უნდა გავიდე კაცო. და ამ დროს თუნდაც არ ყავდა მენეჯერთან და მე მენეჯერმა უკარგესმა ადამიანმა მე ალექსანდრეს ესენი აჩუქა და ის ალექსანდრეზე აქაც ხوار თქვათ ის რა ალექსანდრეს ახლა ტელეფონი აჩუქեց მე ესე დავდივარ ნოკია თიფარნიანი და ალექსანდრეს ნორმა აჩუქა ტელეფონი ხო მე მქონდა როგორ იცი მე დიდად სარგებელი არ მინახავს იმიტომ რომ ჩემთვის ის იყო რა ქვია ეგ ცუდი პონტი იყო და რა ჩემს მაგაცება ნახეს მაგრამ აი ახალი დაწყებული რო ქონდა ეს შაბათი შოუ და რაღაცა რა 2004-2005 და მარში მართლა არაფერი არ იყო და ანუ ხო ხვდები ჩვენ ძალიან ის ვიყავით ახლა ყველა რო ანუ ყველას რო შენთან რაღაცა ის უნდა რა მეორე იდეა გამახსენდა მაგის დამარტყა ხო ეხლა უცებ ექსცენტროს მე გაგზე და ვიტყვი არ უნდა დამავიწყო ხო და ის იყო რა ქვია ბათუმში ვიყავი რა წასული დასასვენებლად მეგობრებთან ერთად მოკლედ ვერ კაფეში რო სხდებოდით ხოლმე ანუ აი შენ გემოზე რო აი ძმაკაცებთან აი ჩვენ რო გვინდოდეს ახლა წავით დავსხდეთ და ამ დროს სულ მოდიან ვიღაცა შენ გენაცვალე წამო ჩემთან ერთად დავლიოთ რაღაცები და ან აგზავნიან სასმელებს რა და ამ ჩემს ძმაკაცებს მაგრა გაუსწორდათ იმიტომ რომ თითქმის მთელი ზაფხული უფასოდ სვავდით რა ეგ მოდიო და მე ვერ და იმიტომ რომ მე რა ხო გიწევს იმასთან ერთად უნდა დალიო იმასთან ერთად და ეგ ის იყო რა და ანუ ეგ მახსოვს აი პოპულარობიდან რაღაც ბევრი რა თქმა უნდა ხა რაც შენ იმებს აღარ გავიმეორებ რაც შენ ჩამოთვალ რიგში ძადგოებ რა აეროპორტში ყოფილა ეგეთები ქუთაისის აეროპორტში იყო მაგალითად თბილისში არა მე დიდად არ მიყვარს ამ პრივილეგიების სარგებლობა ასევე მაგრამ ყოფილა რომ აი რესტორანში სადმე მივდივართ მაგაცები და სასტავი და ადგილი რო არ არის ხოლმე და რაღაცა გადანახული მაგიდები რო აქვს ხოლმე მაგაზე დაუსვივართ ხო აი ამას დაჯექი აი ეგ არის მე ვიღაც ტიპი მივიდნენ უკან გააბრუნეს და შენ დაჯექია ჩემი რატო უნდა დაჯდე არა ამ შემთხვევაში ეს უხერხულად არ უნდა იგრძნოს ამან თავი იმან უნდა იგრძნოს უხერხულად თავი ვინც ვიღაცა გააგდო და ეს რო დასვა არა კი არა გააგდო ანუ რესტორანს აქ ხოლმე დაჯავშნილი თავისთვის 1-2 ისა რა აი ეგორი ისა მაგის შეგრძნება რომ გემრიელი შოუები ხო აკლია ხალხს რა და მე მგონია რომ პოკერის ტურნირი ძალიან სანახავი იქნება თქო ეგ მეორე იდეა ეგ არის ხო აი რატოა კარგად შენ რო შეკმაზული რო წააგებ და რო ატრიალებ ამ მაგიდას და დედის ტრაქს რო აგინებ ვინც დაგირიგა აი ძალიან აი მაგაში ფულს გადავიხდი არა მე არ ვიმონაწილეებ საერთოდ მე ტექნიკურ ხარისზე ვიქნები უნდა იყოს ვაფშე აი რა რეიჯები და გაბრაზება მოსული უნდა იყოს რა YouTube-ის ტურნირზე არა მოსული რა რომც არ იყოს מחარა შენ დაუშლი ხა იქ გაგინა შეშება ერთხელ რაღაცა რიბაი რო გავაკეთო რამდენჯერ შეიძლება დასალეწი ნატურები შეიძლება ცალკე სანათები ამ ოთახში აი აქ ზუსტად დაგვისის ხედით თამაშობდით პოკერს და ჯერ ხო ამის თამაში კარგი თამაში ვერ გავიგე, იმიტომ რომ all-in შედიოდა სულ. ანუ all-in-ი და სადღაც გაგიმარცხებოდი. და რიბაი და ბოლოს ხედავ რომ რიბაი მორჩა უკვე. შო ეხა რა, რიბაი ვზივარ თამაშობთ. გათვლები მაქვს მე რომ 5 კაპიკი შემოვიდა 15 რაღაცა, შენ all-in შემოდიხარ რა პონტია და წააგო რა თქმა უნდა ის ბოლო all-in-იც და ადგა და რა დალეცა განათება თუ რა გალეცა. ოღონდ თან აქვე გაყვადი ბიჭებო გამოდი აქ ამ ხელა სივრცე მაქვს რაღაც და როცა წავიდა მე დაგრუზული თქვენ დალეცა და აი ამას უნდა პოკერის ტურნირი ჩატარება მეგობრებო ნევე მომიშალე პინგ-პონგის ტურნირზე 15 ხოუნა მითხარო 10 პინგ-პონგის ტურნირზე წააგე ტატოსთან 15 წამი აი 15 წამი ესეთი ის ხონდა მეთქი ხა გვაგინებს წადით თქვენი არაფერი პრესს არ გავცემ გააჯვით გვეთქვის და აი თავი დაიჭირა მე რა ცოტა გამოვიდა პინგ-პონგში წააგო ოკეი ну და იმიტომ ჩაატარო თვითონ მოეგო რა თქმა უნდა მაგრამ წააგო რა საკვირველია თვითონ ამას ამბობს დაუთმე მე არა მე დაუთმე ხო აბა რა ვის დაუთმო ტატოს დაუთმე ტატო მოიგო მე ტატოს ყველამ დაუთმო 10-ში მეც დაუთმო ფინალში მე და მე არა 10-ში კარგა 10-ში შემთან არის ბუკი შეჩება რა სიძახი ბიჭო აი პოკერის ტურნირი აი მე რა მიგა არა ხარ ბუკი შენ სახარ თურქეთშიც გერმანელმა რო გამოგისვა პინგ-პონგში მოყვარულმა ოჯახი რო აგინე მე ქართულად იმიტომ რომ მედეს ტრაკი არ ქონდა შენ ეგ არ ბიჭი არ ხარ არა რა ზემომიგო მაგალე ვერ მივხვდი ბიჭო მაშინ დამღავებული არ მქონდა
ხო და პოკერის ტურნირი, კიდე ერთი კითხვა, პოკერის ტურნირი, აი რამდენად ფიქრობთ, აი გემრიელი პოკერის ტურნირი. შეკითხვა გოჩას. მიდი გოჩას. ცოცხალი შოუდან რომელია შენი საყვარელი ხუმრობა, რაც გამორჩეულად დაგამახსოვრდა? მაგაზე ხო ვიბაზრეთ. ცოცხალი შოუდან გაქვს რამე? ცოცხალი შოუდან იყო ისა რა ქვია. ანუ მე სიმღერით არ გამოვირჩევი რა. სტიუარდესა? ხო, სტიუარდეს. პირველი ეგ იყო, რომ არავინ არ ელოდა ჩემ გარეხა იქ ლეკვინა იჯდა, რაღაცას უკრავს და ნუ სამაგეროდ გარითფვა და რაღაც ეგეთი ისინი შეგიძლია და ეგ იყო პირველი, აი ეგ მახსოვს. და თა პირველი გადაცემა იყო და ეგ მახსოვს და სხვა ხო, აი რაღაც ეგეთი გუშინ მამამ მომიტანა 20 კილო ადესა თუ რაღაც ალბათ ხო გავერთოთ მე და სტიუარდესა რაღაცა ეგეთი ის იყო ხო რა სიმღერა იყო რაღაცა დამატე რა ერთი გაცემა მე სხვა ლეკვეიშვილი ვიქნები მე ხო და მე ამ სიმღერებზე სულ кайფობდი ხოლმე იმიტომ რომ რაღაც მე ხან სხვა რაღაც ხან ოპერის პონჩი ვიმღერე ხან რაღაცა ის ლეკვინა ყოჩაღი არის რა მისყობდა ხოლმე ეგრევე გადადიოდა გადმოდიოდა და ეგრე თვითონ ის კონკრეტული ხუმრობები ცოცხალი შოუდან ერთი მახსოვს კიდე არ თამაშობდი იმ გადაცემაში სხვები თამაშობდნენ და აქეთ ვისხედით რა მე და ეს დათო გოგიჩაიშვილი და რაღაცა იყო და რაღაც კარგი მეებს ვიგონებდი რა და გოგიჩას მიკროფონი ქონდა ეგ ხალხის გასახურებად რაღაცებს იმაშობდა ხოლმე და დავაი მიდი შედი ჩამიწო და შევვარდი როცა არ თამაშობ ხო აი არ მახსოვს რა იყო და როგორ იყო არ მახსოვს მაგრამ ხო შევედი ივით ეგ მომენტი მახსოვს და მეტი თვითონ ხუმრობები აღარ მახსოვს. მე ცოცხალი შოუდან მე ამოვჭერი ეგ მომენტი და Facebook-ზე დავდე რომ ის მომენტი მიყვარს. რაღაცა ეგ დაუკრეფავში გადადიხართ რა, ყველაფერს რო იტყვი უკვე რო სასაცილოა, ხო იცი? ხო. იმაზე გაქვთ რა ქვია, ლიფტის რეკლამა უნდა გაკეთებინათ და დაიწყო ჯერ თავიდან რაღაცა ყველამ თვითონ ხუმრობა თქო და მე ბოლოს გადის უკვე შენ გამოდიხარ და თან ყდები სიცილი და ისე როგორ უხდება მიშჩიკოს თეთრი ლიფტიო თუ რაღაც ძველი რეკლამარი იყო და აი როგორი აყლიოზია იცი აი უკვე ემაზე თეცინება ყველას რა ხო ეგ მაგადაცემის მუღავი ხო ეგ მე მაგიტო მაგრად მევასებო ეგ იყო რომ ანუ თავარია ის ხალხი შესვა იმ პონტზე რა და შენ ანუ რაზეც შენ თვითონ შეჯდები ანუ ვიწერენ ხო იცი TikTok-ზე არის ძალიან პოპულარული ეგ ამოჭრილი ხმურობ მიდის აი გიჟივით რა მილიონობით ნახვები აქვს მართლა არის ხოლმე ძალიან ხშირი ის რომ ამაზე ვისკეცინება ანუ ხო რა ცალკე ვერ ხო ცალკე დაწევაც იქ თუ განწყობაში არ ხარ მაგ თემაში ანუ შეიძლება არ გაგეცინო ბანალური იუმორი და ვაჯვა მაგ კომენტარის ავტორ აი მაინტერესებს მაგ კომენტარის ავტორი როგორი ადამიანია ეგ გასაგებია გავიგე რომ აი ხო აი ამაზე ვისგეს ანუ რატომ უნდა რომ გააჟღეროს რომ ვიღაცები ხო ხდება იქ რომ ეცინებათ ხო და იმიტომ უნდა რომ პროსტა გამოიყოს ამ კამერას და გუშინ უყურე ზუსტად დედის დღე ხო იყო გუშინ რა ეს როდის გადის ავიცი გუშინ წინის წინ რომელიმე ჩასვით მე მოკლედ დედის დღე ხო იყო და ვიღაცა ძალიან საყვარელი გოგონა გვერდზე უზის თავის შვილი დიდი შვილი რა 15-16 წლის ბიჭი ალბათ რა და ეს გოგონა ზის და რაღაცას ყვება რა რომ კარგი ორჯერ მაქო მიქარულიო დედის პონჩიო რა ერთხელო დილით ადრეო გავაღვიძება დასვენების დღე იყო და დილით ადრე გავაღვიძე ბავშვიო საბავშვო ბაღში წავიყვანეო და მეზობელიო რომელსაც ასევე მეზობელის კაციო რომელსაც ასევე ბავშვი დაყავდა იქაო მეკითხება რომ სად მიყავს ბავშვიო და მივხვდიო რომ რაღაც მიქვია არა აი პურზე მივდივართო თუ რაღაცა ისალქერიო და მეორე თუ რაღაც ბავშვი მონაცრევ თუ რაღაც და სუფრასთან ვიყავითო და კარგი არ გამისწორდაო ამ სუფრასთან რა ვისაც ვიყავით და რაღაც მეზობელ სუფრასთან გადავჯექიო ეს გოგო ყვება რა და ჩემი ბავშვი წავიყვანეო იქაო და მაგარი დავლიეთო იქაო და სახში რომ მოი კაი მთვრალი ვარ რა ფიქრობ რომ რა მაგარი დედა ვარ შვილი სახში მოვიყვანე და დავაძინე და დავაჭე და დილით რომ გავიღვიძეო ხედავ საწოლში ბათინკი არისო რა და ეს ბათინკი რატო არის ამ საწოლში და მოკიდე ბავშვი გამოყვაო რა გამოვიწა და გახდაო ბათინკი ეს ბათინკია უარესველოდი მოკიდე რაღაც ძალიან საყვარელ თან ძალიან დადებითა და გემრიელად ხდება ეს გოგო და აი მაგარი გამახსენებდა და ვიღაცა არა დედა და რა არის ამაში სასაცილო ბიჭო რა არის და სასაცილო დედაათირებ თავის თავზე ყვება გოგო საყვარლად რაღაცას რო ეგეთი რაღაცა ეცინება ხალხს ყველას ეცინება აბსოლუტურად და ვიღაცა და ვიღაცა ესა და ფარტი რა არის ამაში რა არის და სასაცილოა რა ვიცი გოგოს მიყვარ ბათიკი სასაცილო რაღაც ხო შეიძლება რაღაც ტრაგიკულიც კი იყოს რაღაც თქმა უნდა როგორ მოყვებიან რა არის აუცილებელი ხო რა არის აუცილებელი აი სასაცილო იყო აი პატარა გადახვევა მინდა რა ის ნახე აქვე მინდა მიულოცო ბოდიში პატარა გადახვევას გავაკეთებ ბასტოს მინდა მიულოცო არხის დაწყება არ ვიცი თუ ნახეთ თქვენ ახალი არხი აი რა გინდა შენ მიულოცავდა ეს რა არ მიულოცავდა საშინო შეჩემა ამ ბასტოთი რატო
ან რა ჩამოყალიბდნენ ჯერ რომელი არხი რა ფული ვერ გაიყვეს სახელიცი რა აბა რა ქვია სახელი მახარას დაარქვენ არა ბასტო ფანტასტო ანუ იქ ვერ გაიყვეს ფული და მან მევიშოვი ცალკეო და წამოვიდა ცალ-ცალკე არხები გააკეთეს რა ყველამ გააკეთა მგონი აკეთებენ ხო რაღაც და შემოსავალი იმ ტიპისაა თუ იყოფენ თუ იმ ტიპისაა ესე იგი შენ რა გაინტერესებს არაფერი გეუბნები მეთქი რომ ყობაა და ბასტო მახარა რომ ბალამუტობს ძუძუები გლოცავს მახარასი მე გილოცავ ახალი არხის დაწყებას გამისწორდა და ძალიან ორივე ვიდეო უდევს და წარმატებები სამომავლოდ გადავიდეთ თემაზე. გოჩა ბასტო არ იცი მართლა? არა. გოჩაც ეს YouTube-ს ჩამორჩა რა. რატო ჩამორჩა? ვინც უშუალოა იცის კაცი. აუტრაგეთ. კარგი, YouTube ლიგას არ უყურებდი? ფეხბურთის. არა. კარგი, როგორ რაღაცეები ეცია? ხო, რაღაცეები მქრინჯავს ხოლმე და არ უყურებ. ბოლო რაღაც ეს ბოლო 1-2-3 ცოტა ვერ ვიყავი, კარგად ჯანმრთელობის ხრი ვერ ვარ კარგად რაღაც და ძირითადად შემჯდარი რომ რაღაც აი რასად როდისებს და რაღაც ეგეთი იმებს უყურებ, არ ვიცი რატო, მამშვიდებს თუ რაღაც შემეცნებით ისე რაღაც აი ზივ ქართული ბელარუს, აზერბაიჯანული, სხვათა შორის რუსული ჩვენ გადავიდეთ, სხვათა შორის მახარას 6-ოლ მოითამაშა ჩვენ ოქტოპუსზე, რასად როდისი შეგიძლია ნახოთ, ცოტა იუმორისტული, ცოტა ბენზინი მოვიგე. ხო და აი რაღაცა უფრო ეგეთი იმების, ეგეთ რაღაცებს უყურებ ხოლმე YouTube-ზე და ჭადრაკის თემებს რა. ბატონო? რა ქრინჯავს? რავი, აი რაღაცეები, რაც გონია რომ უკეთესად შეიძლება ხოლმე გაკეთდეს. თქვენზე არა, თქვენ მართ ალალად არ მქრინჯავთ, იმიტომ არა, მე მაინტერესებს ვინ ქრინჯავს, აი ხო არ ემთხვევა ჩვენი აზრები, რომ ბარემ ჩავაჭიროთ. მითხარი აბა ვიღაცები და თუ ფაქტია რომ ბასტო არ იცის. ხაფანგი შეკითხვა არის, ვინ ქრინჯავს? არის ბოდის ვიხდი ბასტოსთან არა. არა, ეხლა ბასტოზე პირველი რა შვაინშტაინი ბასტენდება. ბასტო კი არა, იცი ვინ მაინტერესებს? დიდი ვარ, მე პატარა კი აღარა, მაგას შემაშულა შეიძლება იცოდეს ეხლა არა. ძამბურ შოუს კი აწარმოებდით ისე. თქვენ შოუს შენ მე არა, მაგრამ უკვე წამოსული იქნებოდი მაგრამ ჩემ დროს იყო ნუ გოგიჩას შოუ, მე საბათის შოუ, ხო, ალექსასი კამერები. სნოუ. როგორ არის? კარგად სნოუ. იმდენად კარგად რომ შუაღამის 3 საათზე წერს ხოლმე რაღაც ლექსებს. რა კაცია, აი, როგორც ადამიანი, ჩვენ ვიცნობთ იქიდან რა. აი, როგორც აი ძმაკაცი როგორია, იქ მოყევი რა. საპარელი კაცია. გაგაცნობ თუ გინდა. აუ, ვასი კობაპარად დაუძახოთ. TikTok-ები აქვს ხომ ახალ TikTok-ები აი რაღაცნაირი. მართლა? ჩაინიკა TikTok-ები მართლა? რას მე მე TikTok-ი არა, მე აი ხო მე ვიხევი იმის გამო რომ ესეთ უნდა მქონდეს, იმიტომ რომ საქმისთვისაც ჭირდება, მაგრამ რაღაცნაირად რამე რომ ჭირდება ხოლმე ჩემ შვილს ვეკითხები მე რომ მამა ეს ნახე აბა რამდენი ნახვა. შენი შვილი? ჩემი შვილი 14-ის ხდება ზაფხულში. კი ეცოდინება ყველა ვაფშე ვინჩენ არის. ხო, მაგრამ ეგეც ის არის რა ქვია, ისეთ პოჩი არ ვამბობ, მაგრამ ძირითადად რაღაც ინგლისურ რაღაცეებს უყურებს და იმებს და აქ რომ მოდიოდი ვკითხე რა. რომ მეთქი აი ფუ პოდკასტში დამირე კაცი მეთქი იქ მივიდი არა იცოდა და კალათოზი მევასებაო სხვათა შორის მითხრა ხო კაი ბიჭი არის სუფთა პატარა გოჩა რა ფეხბურთი ევასება მე გამოვიცნობ რომ ფეხბურთი ევასება რონალდუ ევასება სხვათა შორის და რატო ევასება ჩემს რონალდუ არ ვიცი მაგრამ რაღაც რონალდუ ევასება და არ ვიცი მანჩესტერს ყურულ შემატკივრობდა არა არა ლივერპულის იმებზე გაზდილი რას მე მაშინ კაი დაიწყეს ვაპარაკი ბოლოს ერთ-ერთ პოდკასტში რომ ყავდი მე მგონი მაშინ ლივერპულს ჰქონდა შანსი პრემიერ ლიგის მოგების თუ რაღაც ეგრე მახსოვს მაგაზე ლაპარაკობდი ეხაც კაია რომ ეხაც კაია რომ პრემიერ ლიგაში ხალხსაც ვეთქვი რა ესაც თუ ვეღარ ერთ ხალხ მე ამოჭრის ასოციაციების თამაში გაუქმდა დროებით გავაჩერებ ასოციაციების თამაშს, იმიტომ რომ რაღაც ბოლოს კომენტარები იყო, რომ დასახვეწი არის, მოკლედ რაღაც არის მოსაფიქრებელი, რომ უინტერესო ხდება. ანუ როდამდე გვაქვს დრო რომ მოვიგოთ. აი, ივნისში მთავრდება სეზონი. მაგრამ დღეს ასოციაციების თამაში არ იქნება, შემდეგისთვის ძალიან ეხით არის რა გაკაჭოს. რიგრიგობით ჩამოთვალეთ ცნობილი ქალი სპორტსმენები, პირველი ვისაც ამოეწურება პარიკს ირგებს და ქალთა სპორტის დაუფასებაზე იწყებს კამაცო, მომეცი პარიკი. ქალი სპორტსმენები არის სიმახა როგორ დავიჯერო კაი შარაპოვა ხო რა ჭეჭება აი რა რუსით რაგან დაიწერა რუსით გავაგრძელებ მაშინ და მალე მოურჩეთ რუს ისიმბაევა აუ არა მე რუსს არ გავაგრძელებ იმიტომ რომ ახარას ამოუწურავ ნონა გაფრინდაშვილს ნონა გაფრინდაშვილი რატო იმიტომ პინგ-პონგს თამაშობდა ახალგაზრდობაში მახარ მაგიტო ნონა გაფრინდაშვილი არც მიფიქრია საერთოდ ის რო არის ან ბოქსიორი როა ჩვენი რა MMA-ში ანა ლიანა ხო ლიანა
გვარი? გვარი. ჯო? ჯო ბაიდენი. ლიანა ჯო ბაიდენი. ჯოჯუაშვილი. შვილი. ჯოჯუა. ბალეკი რო გავიკეთოთ ბალეკი. რაღაცომია მაგ. ჯოჯუა. მახარ გინდა გავაგზელოთ? თუ რატო ჯოჯუა შეჩემა რა გინდა? თქვი რა. ჩაუთვალოთ? ჩაუთვალოთ რა აზრია ჩაუთვალოთ. ანუ ჩაუთვალოთ. მიდი ჰაგოჩა. აი პია კრამლინგი. ჩიბურდანიძე მაია. ნახე რა. აჰა ჩვენ ჭადრაკ. მაია ჩიბურდანიძე და ქართველი ქალი სპორტსმენი ხარ გამახსენდება რა. აი ყველაზე მეტი სოფლიოში რეკორდსმენია ყველაზე მეტ ოლიმპიადაზეა ნამყოფი ქალებში და შემდეგზე თუ წავა ქალებშიც და კაცებში ყველაზე მეტზე იქნება ქართველი. ყველაზე მეტ ოლიმპიადაზე იმენა გინესის რეკორდსმენია. ტყვის სროლაში. ვერა? ბიჭო სპორტთან და ძალიან შორს მართლა. მაგიტო არ ევასება შენ შვილს ის. არა, არ მევასება. აბა შენ ვინა თქვი? ჩიბურდანიძე თქო. თუ გია სხვას გეტყვი, რავი, თუ პრობლემაა. ხო, სხვა თქვი რა. მითქვია ვა? რაზე უნდა გვესაუბრო ქალთა სპორტის? ხო, რაზე უნდა და ქალთა სპორტის დაუფასებლობაზე უნდა იკამათო. შემდეგში მაინც წავაგებ. აი, ნინო სალუქვაძე იყო ეს ამარა. ნინო სალუქვაძე, კი ბატონო. 10 ოლიმპიადაზე იყო ხალი და რო იცოდა. აუ, ბიჭო, რა სახელმწიფოს ვერ მახსოვდა, ოქნა. თუ ძალიან თვითონ ფაქტი იცოდი, ხო? ფაქტი ვიცოდი კი. არა, ფაქტი მართლა ვიცოდი. ფაქტი რომელი წლიდან იყო, აბა? სტანდარტული 2003. ოლიმპიადის თარიღი რო თქვი, ძალიან კაია რომ კენტი საკაიფოდა სხვა. რამდენი 10 ოლიმპიადაზე ნამყოფი? ხო. 10 ჯერ 4 რამდენია? 40. 40. აი ხავ ნახოთ კიდე, აი მათემატიკაში როგორ ხარ? რამდენი წლისა მაგხება? 40-ზე ცოტა მეტია. მოიც ბავშვობიდან ხო არ დაიწყებდა მე. არა, პატარა იყო ხო და. კალასთან მაქვს შეკითხვა რა. 98-დან დაიწყო და მე-10 იყო ეს. კალასთან მაქვს შეკითხვა. კაც სპორტ ფეხბურთელებს და ქალ ფეხბურთელებს თანაბარი ხელფასი უნდა კონდეს თუ არა? აუცილებლად. გეტყვი. ბიზნესის და მოწოდების თემაა მან, რა თუ იქნება პოპულარული, შეიძლება მეტიც კონდეთ. ანუ თუ ქალთა ფეხბურთმა გაარებადი თუ გახდება უფრო და გაასწრებს ქართული ბიზნესი ქალებში პრობლემა არ მაქვს, არანაირი ქალებსაც. ქართული ბიზნესი ქალებში ფულსადებს. ეთანხმები מחარ? უამრავი რამე მოგვიგნია. ფულს არავინ არ იხდის. თქვენ უკაცრავ რომელ სპორტს წარმოადგენთ? მე რა მნიშვნელობა აქვს? ეხა არ მომეწონა ცოტა დაცინო არ გამოვიდეს რა მაგ აუცილებლად დაცინო მე მახარ რომ წააგო მაგიტო ალბათ არ ვიცი რა რაღაც დისკომფორტი შემექმნა ცოტა ცადე დავე ჩვენ სპორტში ქალები არ ფასდებიან იმიტომ რომ რა ვიცი ანუ სექსისტური მე თვითონ გუნდი ვარ გუნდი რომელიც წყალბურთის გუნდი ვარ მე თვითონ მარტო იმიტომ რომ სხვები დათხოვდნენ გოგოები და აღარავის და მარტო დავრჩი გუნდი ხარ შინაო და რა საუბრობ აი ეს არის კაცები აი ამაზე მაქვს საუბრობ რომელ სპორტს წარმოადგენ მე გუნდი აი ყველაფერს წარმოვიდგენდი რა წყალბურთის გუნდი მე გუნდი ხარ შენ თვითონ წყალბურთის გუნდი ვარ მე აი კაცების ამას საუბრობდი ანუ იცინის ხტები ქალი საუბრობს ღმერთი იცი ანუ კაცი თუ საუბრობს ღმერთი რატო იცინის ხო აიჭრა რატო არის რომ ქალი როცა საუბრობს კაცი იცის აცადე ხო ქალებს არ გვიხდიან შესაბამის ხელფასებს ჯერ ესეთი გვეუბნებია რომ თქვენო რახან ქალები ხართო ბევრსაო არაჭავთო ფულის დაკლები გჭირდებათ ჯერ ასისულადეა ხო კაცი აგეს გადააგორებს რაღაცას ეგრევე მილიონი ჯიბეში უდევს მითხარით ქალი სპორტსმენი ლიმონი ვინა იყო ამ ბოლო წლებში არა შორის აჩი მე მქონდა შეხვედრა ერთ-ერთ ქალბატონთან რომელიც აპირებს ქალთა სპორტულ თემატიკაზე და ქალ სპორტსმენებზე YouTube არხის გაკეთებას და მე გადაცემაშიც მოვიწვიოთ ამოვიღოთ შემდეგი თემა ისა ამ ქალებმა ტვინი წაიღეს და მალე ეს რა მომიჭა მეგობრებო ეს არის იუთუბერი ეს არის იუთუბერი რომელსაც ეგეთი იმით რა ქვია უფრო ანუ ადამიანი ეხლა საუბრობთ რაღაც გასაჭირზე და იძახის რომ ქალებმა ტვინიშ ანუ ვიზე იძახის ქალებმა არა ქალთა წარმომადგენლებს ადამიანებზე ქალებზე რომლებიც გარეშეც აი ფიზიკურად საყრდენი კედლად ყავს ქალი ანუ ჩვენ რო ბორძი ყოფთ კაცები
ქალები არიან, ვინც დაანგრევისგან ხელს გვიშლიან. და ეს ადამიანი ეს საყვარელი YouTube. ვინ ლაპარაკობს ისეთ გადაცემას დასწრეს შემოთხარ ლივით რო იყურების და აი ეს კაცი მიკითხავს ეხა მე მინდა რომ იმედის ტელევიზიასაც რო არ გამოგივიდეს. მინდა რომ სიმართლე თქვას. მე გავაჟღერე კომენტარი ეწერა. იმ ადამიანმა ხმა ვერ მოგაწვია ეთქვა რომ გესაკეთებდი. იმ ადამიანის კომენტარი გავაჟღერე მე. ეს მე არ ძალიან საყვარელი ხარ. დიდი მადლობა. მაგარ კომენტარი ვერ მიკითხო ხოლმე შემდეგ გადაცემაშიც. აი, მოდი გოჩას მოусმინე. აი, სხვა რაღაცაში მოვიგე, ხრა პასუხიო სხვა იყო Google-ში, ჩაგდებული ბურთები თუ რაღაცა. შენი რაღაცა, შენს და ჩაგდებული ბურთი. აჰა, გეუბნებ. ჩაგდებული ბურთი არ მქონია თემაში. კაი, კითხვა ეგეთ. დაახლოებით რამდენი ოფიციალური სოფლიო რეკორდი აქვს დაფიქსირებული გინესის რეკორდების წიგნს? შორს ვინც იქნება, უცებ უნდა მოიფიქროს ესეთი რეკორდი, რაც არავის უცდია აქამდე და თან დაამყაროს. რამდენი რეკორდია დარეგისტრირებული? ხო, გინესის რეკორდების წიგნშიო და რავი, რამდენი ძალიან ბევრი ოფიციალური იქნება. 1.7 მაინც იქნება. ზეპირად ვთქვათ. კაი, თქვი, აბა რამდენი იქნება? ერთდროულად ვთქვათ, იმიტომ რომ მე შენ გვეთქვი სწორ პასუხს? ხო. 3 მზად ხართ 1 წუთი? ერთდროულად უნდა ვთქვათ. მზად პასუხი გააქვთ 3-ს? კი. გოჩა. კი. 3 2 1 30000. 18800. 1 წუთი რამდენი თქვით? 80000. მე 30000. და 18800. ყველა ეს შორს მე ვარ ალბათ. სწორი პასუხია 65000. რა უნდა მოვიგონო რამე რეკორდია თან დავამყაროტო? შენ რამდენი თქვი? 20 ხალხი ითხოს IQ ქულების გაუქმებას, იმიტომ რომ ეგრე არ გიდება ვაჩიკო რა. არა, ეხა ხომ ეწერება IQ ქულა, მე აღარ ვიცი მონაწილეობას. ანუ არ მინდა მართლა, რომ მაგ ფარსში ვიმონაწილო. აი ეგეთი ყლობებით წერა. არ ვიცი რაო. აი ხო მე ხო მოვიგე. ერთი IQ ქულა მეწერება. ჩვენ წამყვანებს შორის აი აჩიკოს ონლაინ რეიტინგში. აჰა. და მე რამე პრემიაა წლის ბოლოს ან არა. მე-13 ხელფასი ან რაღაცა. მე-13 ხელფასი. ან რაღაცა ისე. მაგრამ ეგრე შორსაც არ ხარო გაუქმებაზე იბრძოდე. არა, ყველაზე ყოსაყლო რამდენი ქულა? არ ვაუქმებთ პირველ რიგში, მაგას დავაფიქსირებ. კი, ჩაწერი მიწერია ტელეფონში. რამდენი თქვი ხო? საიტი ხო გავაკეთოთ, იქ რომ იყოს შენ გაქვს 3 ქულა. მიმდინარე იმას აქვს 8. ეხა 4 უკვე. 4-8. მე არ დამეწერა ამ გადაცემაში მე სხვა ქულა? რა ქულა? აი ნახე რა. ხალ სპორტსმენები ვერ ჩამი იმას ვქენი მე შემეშალა? ეგ მოიცა ქულა იწერებოდა მაგაში? წამა რომ მოიგოს, გოჩას რომ მოიგო. ხატრებში და იმებში დაიწერა და ქალებს სპორტსმენებს არ იწერება. გოჩას რომ მოიგო, ვის ეწერებოდა ქულა? გოჩას ანერად მოიგო. თქვენ შორის ვინც უფრო შორს გაკაჩავდა რა. მე და კალას რომ მოგვიგო? შენ და კალა ვერ მოიგებდით. მე და შენ გავაგზელებდით. სწორ შეკითხოს სურს კალა. ამ თამაშში შანსი იყო რომ თანაბრად დაგისრულებინათ თეორიულად რა. რა თეორიული შანსი იყო? რანაირად დამასრულებინათ თანაბრად ამასთან რამე ეგეთი. თეორიულად. წინაზე არ დაასრულა. რა დაასრულა რა? რას ლაპარაკობ? გეტყვი, აგიხსნი პრინციპი. თეორიულად. ხო არის შანსი. ხო ამან წააგო. არა, ეხლა წააგო მაგრამ რა გინდათ? არა, წესები ხო უნდა არსებობდეს, რამშოლა გვინ წააგო კაცო. წესები რატო არ არსებობს? ანუ წინაზე ხატრებსაც არ დამეწერა, გულავ ხატრებს წააგო. ჩემი კეთილნებით ჩემი და ჩამოვიდა ჩემზე. ჩვენ გოჯაში დრო მივეცით რომ მოვიფიქრებინა რამე რასაც დააყალებდა სოფლიო რეკორდს. თქვენ გისმენდით თო. რაში შეიძლება დავამყარო სოფლიო რეკორდს? არავის გაუკეთე, აი წელს გავაკეთე. მაგალითად გოჩა. ჩემთვის და მახარას გადაცემაში არც ეს სტუმარს ტყუპიციხლი არ ჩაურტყამ საესე. ბიჭო, ტყუპი არა, მარჯვენა, კარჩი, מחარა შემილი შენ არც უთქვამს რომ თქვენ ორივე მაგარი ერთმანეთზე ყლები ხართ. მაგითი ძალიან მარტივად შეგეძლო. კინები მაქვს და ვერ იმავშვები ამას ბოლომდე შეიძლება ვერ მოწყვეტა. არა პრობლემა. מחარა შემილი. ჯო გლოკ? აი ისა მაქვს რა ქვია, ტიტანი თუ რაღაცა მაქვს. დინდა ფოტო გაჩვენო? რამდენი კილოა? ფასი იცი ტიტანის ხა? არის ფოტო გაჩვენო? და რამდენი ლურსმანი? მოიცა რეზბაზე გაქეხა ფეხი? ხო. ნახე? აი, უყურე. რა მოგივი? მოვიტეხე. ხო. რა მოვიტეხე სხვა რაღაცა? ეგ არის? ხო, მოვიტეხე და მე დრაბილკაში ჩავარდი არის ეგ. ნახე. ბიჭო, რა სიძახი? გუჩა, ეგ რა არის? ხო და თავისთავად ის არის, რა ქვია, გინესის რეკორდია თქვენამდე რომ მოვაღწიე. ანუ 100 მეტრ შარშან წინ და ნოემბერში შოტლანდიელ ფანებთან ფეხბურთს თამაშობდი, აქ რო იყვნენ ჩამოსულები და აი ბოლო წუთზე დამეჯახა ერთი ძმა და
ცუდად გადავტრიალდი და სამ ადგილზე მოვიწე. ეხლა რომ ახსენდა ჩემპიონის სამი თვე ვიწექი რა. გადარჩენილი ვარ. ბიჭო, ერთი სამი თვე ვიწექი. არ ვიცი, დედიკოსთან ვიწექი, კაი შამდი კაი. მაგნიტს იკრავს? ჰა? მაგნიტს არა ბიჭო, იკრავს? რა მაგნიტს იკრავს? თუ არ შეიძლება. არ არის. დაჟანგდეს. სხვათა შორის წრიპინებს მარტო თბილისის აეროპორტში. არა, მაგნიტი გვაგდა შემოწმებული. სხვაგან არ წრიპ თბილისის აეროპორტში წრიპინებს და ამათ უთხარი ის საბუთი მაგრო ხო და აი ხო ხედავ ჩვენო რა მაგარის გვიყენია. სხვაგან არსად არ დაიწრიპინა რა. ძველი უყენიათ და საბუთი მაქვს აღებული რომ რკინები აქვს და თავი დაანებს. რკინა გაქვს? დავით, შემოიტანე რაც ქვია რავი რა ტიტანი თუ რავი რაღაცა რავი. რა მაგნიტი? ჩვენ გვაქვს გოჩა. დავადასტუროთ იმისთვის რომ შენ ნამდვილად ამ ფეხზე არა მაქვს აქ. ნამდვილად დადასტურდა მეგობრო. გოჩა თანდაშვილი არ იტყუება. მას იტყუები. იმები დავდიოდი რა ქვია. მაგრამ ის ზამხილს იყო ახში. სუდად გავხდი რა. გინესის რეკორდი ტიტანზე დამყარდა როგორც მივხვდი. ყველაზე მძიმე ტიტანი ფეხში აქვს გოჩა თანდაშვილი. მსოფლიო ოკეანის უღრმესი წერტილი მოქცეულია მარიანას ღარში. ღრმულში. ღარი არა. არის წერია. დაჟე მახსოვს ის 11022. ეგ ხო არისო კითხვა? რა ღარი შეჩემა? ღრმული იდი ნახ. ხახო, ისევ აჩიკოს რომ დაუშვათ გუგლში. აჩი, ეს გაიღადავე თუ მარიანას ღარი გონია. ვიკიპედიიდან ამოვწერე ეგ მარიანას ღარი ქვია. ანუ ღარი შეიძლება ღრმული რუსულია თუ ის ინგლისური. ვიკიპედიაში წერია მარიანას ღარი ღარი. ტრაკის, აჩი, რო იცოდე. ეგ თქვენი ინტერპრეტაციით, ანუ მარიანას ღრმული წესით. არა, მარიანას გოჩას დროს საბაცოს კეჩიც იყო ამაზე. მე როგორც მაყურებელი მახსოვს მარიანას ღრმული ერქვა. ეხლა ჩაწეროთ იქნება მარიანას ღრმული. მარიანას ღარი რო ჩაწერონ მარიანას ღარზე შეიძლება სხვა საიტებზე გადაგიყვანოთ. 11022 იყო, მე რო სწავლობდი მაშინ თუ არ გაგამავდა. აქ წერია რომ 10.9 კილომეტრი. ღარზე მიგდებს 11022 იყო ჩემს პროჭი რო უჩანს. არ ვიცი რატო. ესე იგი დაიკლო, რაღაცა ამოივსო რაღაცით ალბათ რა. ესე ჩაიყარა რა. ღარი ამოივსო რაღაცით. 11022 იყო მახსოვს რა. კერძოდ მის სამხრეთ ნაწილს და მას ჩელენჯერის ღრმული ეწოდება. ჩელენჯერი ღრმულია და მისი სიღრმე არის 11 კილომეტრი. დაასახელე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შორს რა სიღრმეზე ჩასულა ცოცხალი ადამიანი. ყველაზე ახლოს ვინც იგრავა მიიღებს გოლიათ საჩუქარს. რამდენ კილომეტრზე? ცოცხალი ადამიანი რამე იმით აპარატით თუ ალბათ ხო. ისინი ითვლებოდნენ, მაგრამ ბატისკაფებით და რაღაცე რო გასკდნენ. ეგენი რომ ამოსულიყვნენ, ეგენი იქნებოდნენ ყველაზე ღრმად ჩასულები, მაგრამ მოიც ადამიანი ჩავიდა თუ რობოტი ჩავიდა? ადამიანი, ცოცხალი ადამიანი. კიდით. ხო, ცოცხალი ადამიანი მოიცა ტექნიკის გარეშე? არა, სპეციალური. ხო, წყალქვეშა. აი, დავასახელეთ? ერთდროულად იტყვით, ხო? გავაკეთე. კაპიტანი ნემო ითვლება თუ არ ითვლება? ლიტერატურული პერსონაჟები არ ითვლება. რეალური ღარში მახა რა. ზად ვარ? მიდი წავიდე. დავთვალო? 3, 2, 1. 5. 1 კილომეტრი? არა. ნაკლები იქნება. ყურადღება შენ პირიქით ხო არ დაწერე რა ქვია. მოიცა, מחარ შენ რა თქვი? ყველაზე მეძე რამდენი? შენ? კალა. 5. დავით, კალას გადაეცი გიგანტური საჩუქარი? რამდენია? კალას გადაეცი, იმიტომ რომ სწორი პასუხი არის 10.9. ბოლომდე არის ჩასული. მართლა? ბოლომდე არის ჩასული. არის ადამიანი ჩასული? 500 მეტრში რა ხდება არავინ არის ის. მოიცა, ბოლომდე არის ადამიანი ჩასული. მართლა? გიზები არის. მე ვიცი რომ წვენება ვერ უძლებს იქამდე არ მოგონიათ. გორამდე რომ მივიდა. მაგრამ რაღაცა იმ აპარატი. აი, ახალ რაღაცებს სწავლობთ ამ პოდკასტში. გასწრნენ რაღაცა ხო რა. ეს რა არის? წოვე ეგა ხა, ერთი ორი კვირა მოუნდები. მოიცა გამახსნეინე, ხა. მოდი. ვერ მოვწევი. მოდი გახსენი შიჩ. მეც ვერ მოგაწდი ხა რავი აბა. მოდი აქციში. მოდი წაიღე. ხო შენი ხუმრობაა, მაგრამ მოგიხდა შენცა. შენ მიიდე შონა, მე შემიძლია მოგცე ეგეთ, თუ გაგჭირდება. მაგას რო გამოლებ, მე მოგცე ულებს. ხა და ღარში იმას ქენი რა ქვია, ჩაიტანე. მალე გახსენი, დაგადე ღარში, ჰა. ეს მთლიან ჩუპაჩუპსია. არა, ბიჭო, საჩუქარიდებს შიგნით და გახსენი ეგ და რა. აუ ახა გახსნაზე შენ გახსნა ისე უყურს ამას რაღაცები. თან ქართული წარმოება არის, ეს რეკლამაა, ჩემო ძმაო. ეს სად არის? 100 ცალიეს ჩუპაჩუპსი მოიტანეთ. მოიცავა ბარკოდი ნახე ქართულია. ქართული დროშა მოვახიე წერა. ბოლომდეა ჩასული, მაგრამ მე ვიცი რომ გამოუკლეველი არის ეგ მარიანას ძმული და
ის Ocean Gate-ი აფეთქდა სხვათა შორის 4 კილომეტრზე. რამდენი? 4 კილომეტრზე და ეგენი ჩავიდოდნენ ბოლომდე რო არაფეთქებულიყო. მაგრამ და უცხო პლანეტელების თემა რატომ მიიჩქმალა? რო არსებობენ. იმიტომ რომ ხალხი არიანო და არა. ეს რა? ბიჭო, ისეთი სამხედრო ფერი აქვს ამას რომ ბომბი გონია რომ მოიცა კალამ ხო არ გააგრძელოს არა მაგრამ გახსნას კაცო. რამდენი ნაგავიდეს ბიჭო ბავშვებისთვის. აი ეს იმენა, ეს არის ავიცი ჩემი. კანფეტები. აი მეორე. მაშა და მედვედის ტიკტაკი. ევები აი ბაბულგამ აწერია. რა, მაშა და მედვედის ტიკტაკი. ტიკტაკი თუ უნდა ჭამო მაშა და მედვედის. თან ტიკტაკი რო ქვია. და მაშა და მედვედის დედას. არა, მაშა და მედვედი მე მგონი რუსული აღარ არის, ხო? მე მაიყიდეს მე მგონი. ამჟამად ერთი. აჰა, პიპია მოგივიდა. იმენა პიპია არის. აი რაღაც ჩამოსაცმელი აქვს. შეგიძლიათ ჩა. აჰა, შენი არის კალა. ძალიან უღრმესი არაფრის კალა არაფრის. დიდი მადლობა რომ გადაცემაში მეძლევა შანსი რომ შემოგჩა იქიდან. ჩემი ნიჭი არ დაიმალოს ინტუიციის, IQ-ს და ასეთ საოცარ პრიზებს რო და გასაფერადებელი. ამ ყველაფერს ზევიდან IQ ქულაც დაგეწერა. ამ ყველაფერს IQ ქულა რაღაცაში მაინც დამეწერა. და ვისი ჯერია უცებ ამოვიდა. რო ახლა მას მიუტან. ბავში ამ ხელა ჩუპაჩუქის კუც რო ხსნის და აი ეს რომ უნდა მე არ მომწ ახლა ბიჭო გავიგე, მაგრამ წყალი გჭირდება. გოჩა ამოიღებ არებ თემა. მე? კაი თემებიაო ჩვენი პროდიუსერი გვირდება. ახალი თამაში ბარბი და ორი კაუბოი. მოდი მე ერთ-ერთი კაუბოი ვიქნები. მე ბარბი კიდია. გაინაწილეთ ციფრები 1, 2 ან 3. თქვენ წინ მოთავსდეთ. აქ დავპაუზდეთ ერთ წამი, გავინაწილოთ ციფრები. უნდა აირჩიოთ ან 1, ან 2, ან 3 რიგრიგობით. სანამ გააგრძელებთ კითხვას. 3 ხარ შენ? მახარა 3-ია. სტომარმა აირჩიოს. 1 ვიქნები? 1, ნუ ბარბი მიწევს მეორე თუ? 1, 2, 3, ხო? ხო. გაინაწილეთ ციფრები 1, 2 ან 3. თქვენ წინ მოთავსდება 3 სათამაშო, რომლებიც უკანა მხარეს დანომრილი 1-დან 3-მდე. 2 კაუბოი იბრძოლებს ბარბის გულის მოსაგებად. იქნება მიზანში სროლის 2 დისციპლინა, თოფი და შვილდი. სროლა პირველ გარტყმამდე, სანამ კაუბოები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ბარბიმ უნდა გაიკეთოს მაკიაჟი. აუჩ. კაი, მე ვიყავი 1, შენ 2, შენ 3. პრიზზე არ წერია არაფერი? პრიზზე არაფერი არ წერია? არა, უბრალოდ დაგვაყლები აჩიეს ანუ. ბარბიმ უნდა პრიზი ალბათ თავისთავად ის არის, რომ ბარბი რომ მაკიაჟი გაიკეთებს, მე დანარჩენ კაუბოებს დაგვევასება. და უნდა ატო გონო თუ კაუბოები ხართ რაღაც ზათამები ხარ. ეგრედებს. ბიჭო, რავი. კაი, ციფრები. ერთი წუთი სანამ ამოატრიალებ ერთ წამი, სანამ ამოატრიალებ, ბოლო შანსს მოგცემ ციფრების შეცვლის. თუ გინდათ შეცვლა ციფრების. აუ, ის რა იპოჩი ამბობს, რომ მე მგონი ეხლა რატო ამბობს, იცი რომ სტუმარი არ უნდა რომ ბარბი იყოს. არა, არ მახსოვს რომელი არის. მე 3 ვარ. მე 3. შენ 3 ხარ. კალა 2 არის. პირველი ვინ არის? პირველი. ხო გითხარი მე. კადრშიც ვანახოთ რომ ერთიანი აწერია. აი, სადა, აქეთ. ის რა მაგარი არა და ვიზახდი რა, იმიტომ ამბობს მეთქი რომ ანუ მე უნდა გავიკეთო მაკიაჟი, ხო? და მე უნდა შემი ნახატი გადადეთ რა, ეს დავახატინე. ეგ შეჩემა. ის გაიხავ კანდა, რა უნდა ვქნა? ხო უნდა გამეხია. ეს კამპიუტერი ეს სარკე არ უარგა ამას მართალი გითხრა რა, კარგად არ ჩანს. კაი, კაუბოებო, პირველი კაუბოი, ბიჭო, ბოსი ვარ. კაი, ერთ წუთი, პირველი დისციპლინა ავარჩიეთ, რომლით ვიწყებთ? პისტოლეტით თუ მე არა მაქვს უფლება რომ მე ავარჩიო ჩემი კაუბოები რისთვის იბრძოლები. ბარბი, რა უნდა გითხო? კი ბატონო, პირველი პისტოლეტიანი ბიჭები გიყვარს თუ შვილდის? ჯერ პისტოლეტი იყოს. ჯერ პისტოლეტი. ჯერ იყოს შესანიშნავი შვიდეული და მე რობინ ჰუდი. აქედან სადმე ხო არ მივდივარ, კი აღარ მახსოვს. მე ვიფიქრე აქ რომ მოვრჩებით ბიჭებს ვეთქვი სადმე გავიდეთ ჭამოთ მეთქი და აი ესე თქვენთან ერთად აი ხა აქ სადმე რომ გლდანში სადმე სახინკლეში რომ შევიდეთ. სამწუხაროდ აი ეგეთი. ეხა მალეკენით თორე მე მაგდენის კი არა მაგაცო. მაგსა. ესე უნდა ვქნა ხო? ვერ გავიგე რა ისვრის მართლაო. კაი, სამიზნეები მზად არის. შეგიძლიათ დაიწყოთ სროლა. ეი, შენ.
გორულო მახარ. იმას ვესვით? კალასთან უფრო ახლოა? გარეთ გინდა რომ გავიდეთ. პირველ მორტყმამდე არის. რიგრიგობით არის სულით შეგიძლიათ ისროლოთ. რიგრიგობით არ ვესვით? ჩემი ოიმე. ბიჭო ის რატო ესვის? სვატყუებს. ბიჭო ეს აღარ იტანება ჩემი. მე ვაგრძელებ ხო მაკიაჟის კეთება. გოჩა შენ არ შეგეშინე. ბიჭებო ერთმანეთს არ ესროლოთ. კლაუდი ბიჭო არ იმოშვება. უკაცრავად ბარბიც აქვს საშუალება რომ გამოართვას ერთ-ერთ პისტოლეტი და თვითონ ესროლოს. ეს ორ ცალს ისვის, ნახე რაღაც დაამუღა მამა. ჩეთერი გიო. მოხდა. ბიჭო ჩემი აღარ იტანებს, გაფუჭებული იარაღია. ამახო ტვინი მოვის. ოპა! მოხდა. წაქცევით ვერ წაიქცევა შეჩემა. ნუ არც მოხვედრია, მაგრამ არა, მოხდა ბიჭო. ვერ წაიქცევა რა სიძახი. მოხდა. დავით დაადასტურებ რომ მოხდა? კაი, всё, მახარას პირველი ქულა პირველ დისციპლინაში. ეხა მშვილდის არის. ეხა შევცვალეთ იარაღი, მშვილდის არის ავიღეთ, მოვიმარჯვეთ. ბოდიში ტონალური არა გაქვთ, მარტო ესენი რო არის ავქნა. ეგეც გიხდება სხვათაშორის. ყველაფერი გიხდება. ყველაფერი გიხდება. შენ ყველაფერი გიხდება. მე გულის მოგება და სხვანაირად ხვალ ვიმუშავ. რა გინდა ის? რა გინდა ეს ველური კაცი. რობინ. გარტყა გეძმაო, მახარასი ვარ. გოჩაზე იყო ბრძოლა? როქსოდრო და იქნებ გაგებაზა კიდევს, მაგრამ გოჩა ის გოჩა აღარ არის. ნახე როგორ სპანაირად გამოიყურა. ვერაც ხარად გიც. ბიჭო რაღაცა გაუმართავ იარაღი მომცაათში. კარგი, ნომერი შენაირჩიე, ასე რომ. ნომერი არა. სამიანი ამან სამიანი შენაიღე ერდეგივია. ეს მოგატყუა ჭკუაში, გაჯობა. ხო, ბარი მაიკი უკვე დაუწერე ხა. იქ უკვე არ იწება მაშინ? ეს რა მაგარი? მოიცა, კალა წაიკითხე. წვერზე დაგჭე. აი აგზო. ქაღალდით გააკეთე ყველაზე შთამბეჭდავი ორიგამი. შემფასებელი იქნება 10-ში, გამარჯვებული მიიღოს ფინანსურ ანაზღაურებას. ყველაზე შთამბეჭდავი ორიგამი. მე ორიგამის გაკეთება არ ვიცი ასე რომ ფინანსები დამრჩა იქით. ჩემი მეგობრის შვილმა იცოდა და ნახარ იცი ორიგამი? როგორ შეიძლება? ყურადღება. თქვენ გაქვთ ხა 3 ფურცელი განსხვავებული ფერის, დრო გექნება ზუსტად 3 წუთი. ამოკეცე უკან מחარ წირო არ იყო. დრო გექნება ზუსტად 3 წუთი რა. დროის ამოწურვის შემდეგ უნდა წარადგინოთ პრეზენტაცია მოხდება თქვენი ნამუშევრის, ვისიც ყველაზე შთამბეჭდავი და კრეატიული იქნება, საჩუქრად მიიღებს ფულად სარგებელს. ყურადღება. დრო 1 წუთი. ჩამეყალა პაჩები. წავიდა. შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტო ერთი ფურცელი ან 3, ვეგ თქვენზეა დამოკიდებული, შეზღუდვა არ არის. პირველი 1 წუთი ალბათ მე იდეაზე ვიფიქრებ და არქიტექტურა. ეს თქვენ პირველად თამაშობთ თუ აქამდეც კი თამაშობთ? вообще. просто არ დავიჩარდო. მახარ წვერში გაქვს კამფეტი. წვერში მაქვს კამფეტი? დროს შეგახსენეთ ხოლმე 30 წამი გავიდა. კალა როგორ ჭკვიანურად უყურებს თავის ნამუშევარს. თუ უფრო მალე მორჩი რამე ის არ არის მაგაზე? პატარა რაღაცა ისა? მარიანას ღრმულს აყენებ? ყურადღება 2 წუთი გავიდა, 3 წუთი როგორც კი ამოიწურება, ხელები უნდა ავწიოთ ზევით. ხელები ვისაც არ ექნება ზევით აწეული, დისკვალიფიკაციას მიიღებს. 20 წამი დარჩა. აი ზედმეტ უნდა გადაყარო. არ კიდე კაი ეს მოვაჭრო, თორე იქამდე რა სირობა იყოთო. ზედმეტ 10, 9, 8, 7, 6, 5, 4. ხელები ჰაერში ესა კალა 3, 2, 1. всё, მორჩა დრო. ყურადღება, ვინ წარადგენს პირველი თავის მე ნამუშევრს? დავიწყე, ეხლა מחარ ამ დაიწყოს. აი მე მაინტერესებს გოჩა სტომარმა დაიწყოს. მანდილოსანი ვარ ბარბი და მე მგონი მე დავიწყო. მინდა წარმოგიდგინოთ, მე მგონი რომ უნიკალური ქმნილება თავისთავად ეს ავტორის გადაწყვეტა რაღაც მინიმალისტურ სტილშია გაკეთებული. მე მგონი რომ ბევრი ფიქრი არ ჭირდება, პიზის კოშკი. თქვენ ხედავთ კარგად რომ ეს არის პიზის კოშკი, რომელიც აი მიუხედავად რომ ვიღაცეები საუკუნეების განმავლობაში
სხვანაირად ცდილობდნენ ამ პიზის კოშკის აღმოჩენას, უბრალოდ ქაღალდით, ძალიან მარტივად, 3 წუთიც კი არ დამჭირდა, რომ თქვენთვის წარმომედგინა პიზის კოშკი. მიღებულია ძალიან საინტერესო. სხვადასხვა აი ესეც სულაც გადაღება მომინდა რა. იმდენად გავს. კარგი ნამუშევრია. გადავიდეთ შემდეგზე. მახარაზე რა თქმა უნდა. მახარ. მე წარმოგიდგენთ ხალხი როდესაც ბევრ ფულს იხდიდა, მაშინ ჭკვიანი ხალხი ვიჯექით და ფიქრობთ იმაზე, რომ ხალხს ბევრ ფული არ გადაეხადა ამა თუ იმ ნივთებში. ეს ნივთებია სახელოსნო ქუდი, რომელიც არის ყინვა და რკინაგამძლე. ეს რამდენიმე ნივთი გააკეთეთ თქვენ? კი, ჯობია რომ ის იყოს. დაცემის დროს ეს ნებისმიერ რკინა არ ერჭობა გორავს და აქეთ-იქით გადმოდის, ასევე წვიმის დროს არის კარგი, ასევე ეს არის სემიჩკა თუ გიყვარს. ძალიან მარტივად მოხსნით და ისევ შეგიძლიათ დაიყავოთ. ეს არის სახელოსნო ქუდი. ეს არის ერთ-ერთი ამერიკის პენტაგონი როცა დაარსდა, მაშინ შექმნეს ეს პროტოტიპი, ეს იყო ქაღალდფრენი. თავიდან თვითფრენი არავინ არ იცოდა, ეს იყო ქაღალდფრენი, რომელსაც შეუძლია 9 ტონა ბომბი გადაიტანოს. ნუ ყველაზე basic, ანუ ქაღალდისგან მეორე კლასერიას გამოგააკეთებ და ანუ ეს მე გონი შენ დროს არ ვისაუბრებდით. აი, რომელსაც შეუძლია სისწორე და აი ეს მინდა რომ ამ თქვენ მოგიძღვნათ ეს ყველაფერი ეს არის უბრალოდ აი ეს ყველას გონია რომ 4 დირკა ეს არის დედამიწაზე ყველაზე დიდი ღრმულების ნახრეტები რაც კი არსებობს მე ავსახე ამას ეს არის მარიანას ღრმული თიკას ხრელი და ბალანსი რო დავიცვათ ეს არის გიორგის ღარი და რა თქმა უნდა ირაკლის გარეშე მე პირადად არ წავიდოდი აქედან. აი ესეც ის ღრმულები რაც არსებობს დემზე. ამაზე ზენი პრეზენტაცია. კომპლექსური. ასეთი ხელოვნების მერე პიზას კოშკი ვიხილეთ ჩვენ. ეხლა კარტონის ისობს რომ გოჩაკთან დანიშნული დააწინაუროს იმიტომ თვითონ ია. რაც გააკეთა. ისობს რომ ეგრეთ წაზინოს ხელოვანი. კამათი მერე გადავიტანოთ. კალა გისმენ შენი პრეზენტაცია. აი აქ გამოვიტანა თუ არა ჩემი ნამუშევარი. ამ სიმპოზიუმზე ვფიქრობ უკვე იმიტომ რომ მიდი სიმპოზიუმ გამოიტანე. ძალიან გული დამწყდა ხარების ნახვის შემდეგ მომინდა და დამეტოვებინა ეს. ერთ-ერთი ის განს თავს უყობს არის პიზას კოშკი რომელიც ცოტა პრესტიჟს უმაღლებს დღევანდელ ჩვენ გამოფენას. და ჩემი რაზომაკ ჩემი ნივთსა შეეხება ეს არის ალბათ არის ამას ალბათ სპეციალისტები გასცემენ პასუხს რა არის. მე მგონია რომ ეს არის სუფრის სალფეტკია. არა, ეს არის მორცხვი მონსტრი. ესა დავარქვი. აჰა. ეს არის მონსტრი, რომელიც შემალულია. შემზარა შენი კარგი. აი ეს არის ფეხები და ძალიან მორცხვია თუ გამოსვლა უჭირს და არის დამალული ამ თვითონ ამ საინტერესო კონსტრუქციით. თვითონ თავით ესეთი აქვს. თავი შემალა ძალიან და მორცხვი მონსტრი ქვია ჩემ ფენებად რატო აქვს ფეხები? მონსტრია, ადამიანი კი არ არის ჩვეულებრივი. რამდენიმე ფენა აქვს. აი ესეთი იური საინტერესო. მოკლედ ესეთი უცნაური ორი ჟანრი გვაქვს ფაქტიურად რა. ერთი გვაქვს ჟანრი კრეატიული ნამუშევრების რომელიც ორიგამის თან რამდენად ახლოს არის არ ვიცი. თუ ეს ღარები გახრეტილია იმითაც მე მგონია, მაშინ მახარას ეკუთვნის მოგება, უბრალოდ ვერ დავინახე, კარგად ითხრეტდა. და მეორე მხრივ გვაქვს მახარას ნამუშევრები, რომელიც არის აი ორიგამის კლასიკური რაღაცა თუმცა საკმაოდ გაცვეთილი და აკომპილებს იმ მოთხოვნას, რა მოთხოვნაც იყო. თუმცა ბანალური. ეხა ნახე, ერთის მხრივ დავალებაში ორიგამით მინიმუმ 2 ნაკეთს ხომ მაინც უნდა გქონდეს ნივთს. ერთის მხრივ დავალებაში ეწერა. ბატონი გოჩას არის დახვეული. უბრალოდ შენახულია. არა, თქვენ კარგად თუ დაგვიძებთ ორი ღრმული მეც აქვს აქ. ნუ შრომადევს. კაი, მოდი ცოტა გავწელოთ პროცესი და ფინალისტი გამოვავლინოთ, იმიტომ რომ მახარა ყველა ორენჯ ფინალში უნდა იყოს, იმიტომ რომ ორი ჟანრი არის რა. თქვენ შორის გოჩას და კალას. მე ისას ვერ შევეჭბრე. გოჩას და კალას შორის კალა მეგონა რომ ბევრად გაგიჭირდებოდა, მაგრამ ასე თუ ისე მცდელობა კრეატივით. ხო, აი, მცდელობა ქონდა გამოძრომის საინტერესო ძალიან, მაგრამ თქვენ შორის გოჩას ნამუშევარი ნაურჩი. მე არ შევეცილები. აშკარად რო უყურებ პიზას კოშკია რა, ვერ შევედავები ვერანაირად. ფინალისტები ახლა მახარა და გოჩა. მე თამის ვიტყვი. და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? თუ ეს არის ორიგამის შეჯიბრი მინიმუმ მიმდევრობა უნდა იყოს ორიგამის რომ დაკეცილი იყოს რაღაცა. ნუ ჩემთან ეს იგრძნობა. დაკეცილი. ეს მე მგონია როგორც მიაწოდე უბრალოდ ეგრე დადო ბატონმა გოჩამ. არა, აქ თავარი იდეა არის. თავარია მახარ იდეა.
თორე იმას შენ რაღაცა იმას ხო ჩვენ პირველ კლასში ვაკეთებთ מחარ. იმას ჩვენ ხო მეორე კლასში ვაკეთებთ. ეს არის სასახლე. ძალიან დიდი სასახლე. ნუ რა ვიცი, ეხლა თუ კრეატივი აღარ ფასობს ამ ქვეყანაში და თუ აღარ ფასობს ფაქტია, ფინალში ვერ გავედი და ძალიან მომეწონა ეს. აღარ ფასობს ადამიანები, რომლებიც გოჩა, ჟიურის რეაქციას დააკვირდით, თვითონ რომ გაფრინდა და აი. ხო, აი, ნუ რა. გაფრინდა, ნუ. ეს რისიბრალია, ეს თვითფრინავია. რისიბრალია. სტადიონზე არ ყოფილა. ჩვენ მეორე იარუსიდან მინდორზე გვისვრია ეგეთ თვითფრინავები. არა თუ აქედან კამერა აი რაღაცა გამახსენეს, ხოთა შორის კალა ეგ არ მახსოვდა. თვითფრინავი მუშაობს, ანუ ის ცუდად კი არ გაფრენილა, რეალურად ნამუშევარი თვითფრინავი. მოდი ესეთ ხრელებიც კარგად მუშაობს, შენაშე გიმოწმები, აბა ნახე. ესე მიკერძოებული თუ იქნება. არა. მოდი შევამოწმოთ, მოდი ის რკინაო, ნახევარი ტონა რკინა ეცემაო, მოდი იქნებ შევამოწმოთ ეგ. რამდენად მართალია. პრეზენტაციაში რო ტყუილია უკვე ფაქტია. ეგეც არის. ხო, მე მგონი რომ არა ეს ნახევარ ტონა რკინამდე კი არის პრინციპი. კი, არა. არა, ნახე ეს იყო მაგის რა არის, როცა ამ ჯერ აჩი მთქვა რომ გააკეთეთო ერთი რაღაც ნივთი, თუ გინდათ ეს 3 ფურცელი გამოიყენეთო. გოჩამ ეს დავალება შეასრულა იდეალურად, ანუ ერთი ნაგებობა და გამოიყენა 3 ფურცელი. ცალ-ცალკე პრეზენტაციების გამოტანა, რატო კადრულობ? მართლა მე რატო კადრულობ, როცა აქ მოვდივართ ერთი ნამუშევრი ხალხი გადაწყებს გასაყიდად მოგაკ ამდენი ნამუშევრი, ნუ რა არის მართლა? ვაშლის ხო არ გიდევთ ჩანტაში რომ შემოგვასახოთ ბარემ. მე მგონი არა რა უნდა გორში ვაშლსა. იმპულზე ხო არ არის მართლა. მართლა რამდენი არც ვიცი რამდენიაჩი. მე მგონია რომ შვილდის მსროლელების ჩემპიონატში რომ მოიგოს იმან ვინც უფრო კარგად გაიკეთა ტრაქში თვითონ შვილდი არ იქნება სწორი. და მოიგოს იმან ვინც ისროლა, მაგრამ შეიძლება ცუდად. ყურადღება განაჩენი. არ ვიცი. განაჩენი, ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს. ეს ის შემთხვევა, როცა מחარას არ მოვაგებინებდი არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბანალური იყო როგორც წინაზე, მაგრამ მინდა რომ დაუფასო ნამუშევარი, იმიტომ რომ აშკარად იმუშავა და წახალისებასავით იყოს מחარ მომისმინე კარგად, იმიტომ რომ შემდეგისთვის ესეთი ბანალური ნამუშევრებით ვეღარ გამოძვრები. ბოლოა? მეორეს მხრივ. დასტური ეგარი მოვიგე? არ მოგიგი, მომისმინე ჯერ ბოლომდე. მეორეს მხრივ მინდა რომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღო და შუაზე გავყო თანხა. מחარას არ წავაგებინო და ასევე დავაფასო კრეატივი და შუაზე გაიყოფა თანხა, რომლის საშუალებაც გვაქვს. მაგრამ ახლა შემდეგზე ვეღარ გამოძვრები ეგეთი ბანალია. მიხარი ჯერა. ეს საფულეც იყო პრესში და საფულე გაინაწილეთ თქვენით. გოჩა დაიტოვებს? არა, იყო საფულე. და ფულს מחარა. მე საფულე მაქვს და ფული შუაზე გაიყოფა מחარა. საკაიფო ბარად. მე გიოსოც გავუყოფა. ორი ცალი არის, 2.50 ლარიანი დევს რა. 50 ლარიანი. ექთიმე. 50 ლარიანი. საფულიან გადმოგეცემა შენ, რა. მაგრამ ბოლო შემთხვევა არის ესეთი ბანალური. მე შენგან არ ველოდები ესეთ ბანალურ ნამუშევრებს და. გაიგეთე? ეს საფულე შენ. აჩი ეს გამომასვე ტრაქში გაიგეთე. აი 5 თუმანი მოვიგე ძმაო, რა გი 5 თუმანი მოგვაქვს. გავიგე, მაგრამ ჯერჯერობით 100 იყო ჩემი. მაგრამ დაყვედრებულის დედა ბიჭო, რას ქვია? შემდეგში ეგრე ვერ გამოძები? მართალი, იცი რა არის? შეხა, მე מחარასკენ გადავედი რაღაც მომენტში, იცი? ხელოვან ადამიანს რომ უკეთ გამოგივა შემდეგში ცადე და რაღაც ეს არის მაშინ შემდეგში რა კაცი გააკეთე ფურცლით. აი ნახე როგორ ეპყრობა თავის ნამუშევარს. კევი გაახვიაში, მე ნახე ხელი არ მომიკიდია და ეს დიდხანს იდგება კიდე ასე. ხო, ჩემი მონსტრიც შემალულია ის. აი თვითონ მიფუჭებს. მე მეგონა რომ უბრალოდ ანუ ბოთლს ვერ გავფოდისი. აი რაღაცა ხო ვაიმე. რა ხდება იზის კოშკი გაყოლება ესე მარტივად არ დათმობს თავის იმას რა ქვია. თავის დიდებას. მეგობრებო, ჩემი ხელოვნება ამ შემთხვევაში არ დაფასდა, მაგრამ მე პრობლემა არ მაქვს 1500 ლარით იყიდება ნახატი. ნახე იტალიანო აწერია, სხვათა შორის და ძალიან კონტექსტური იყო იზის კოშკთან. გოჩა, ეს რო გაწვლა ქონდა, ამაზე არ ლაპარაკობ ხა. ეს დაბალი ხელოვნების საზოგადოება არ იცის უბრალოდ. არ მე რას ვიგე. ხო არ არის რამე. რამაზიც არც იძლეო? რამაზან Facebook-იდან ამოღავა. საღო რამაზ. მე ძალიან მიყვარს מחარ ისეთ სტუმრები რომ მოდიან აქ, ვინც კარგად გზნობს თავს. ხო, კარგად უგებთ თან და გოჩას გაუგეთ. ნუ გაუგეთ ბოლოში კი არის ეს სიტუაცია, მაგრამ გაგიგო გოჩამ შენ თორეში. გოჩას გაგება არ არის ეგეთი რთული. შენი გაგება პრობლემაა. ჰა?
რატო გოჩას გაგებარს თუ? გოჩა კომუნიკაბელურია თვითონაც. მე როდის დამინახე, ჩემ თავში ჩავიკეთე შე. მაგალითად გადაცემა რო იწყებოდა 3 წუთი არ გველაპარაკებოდი. გავიგებ მაგას ბიჭო, თქვენ დადიოდით, გაიგე და მე უცებ რახან დადია ბიჭო, მე თქვენ პასუხი და მაშინ გამოვტყეს, ოპა, ვზივართო უკვე. ადამიანური ფაქტორია. კარგი, დამნაშავეები ჩვენ აღმოჩნდით. ძალიან დიდი ბოდიში. გიხდით გიორგი? ძალიან თქვენ მოუწოდეთ მაყურებელს ეგეთი რაღაცებისკენ. გოჩა, ფეხბურთზე ახლა ბევრი ვერ ვილაპარაკეთ, მაგრამ ფეხბურთზე სხვა გადაცემები მაქვს და იქ დაკვადიშებ და იქ შევბეროთ ფეხბურთზე. ლივერპულის წარმატება აღნიშნოთ, იმიტომ რომ მე ძალიან მევასება. სიამოვნებით. ნახარ. ხო. რა არის? აი, ბიჭო, კაც. აი, შიში დაინახეთ კალასტოალებში? ანუ კაი, დავიღალეთ. კაი, დავამთავროთ, მეგობრებო, გოჩას მადლობა რომ იყო. გოჩა ბოდიში რა ბოლოს ეს სიტუაცია მოხდა აი. ყველა ოჯახში ხდება კაცო ეგეთი. აი ეს ხდება. მე რა ვერ გავიგე. შემდეგ ხუთშაბათს ისევ დაიდება პოდკასტი და სტუმარი არ ვიცი ჯერ ვინ იქნება, ხო აჩი? თუ ვიცით? ანუ მე აღარ ვიქნები შემდეგზე?